მე მქვია ლეონ გიგინეიშვილი, მე ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ასევე ვასწავლი ამერიკულ აკადემიაში ქართულ ლიტერატურას, ასევე ფილოსოფიის ისტორიას. ჩემი მთავარი საგანი არის ცხოვრებისეული ინტერესი. შუა საუკუნეების ფილოსოფია, კერძოდ მუშაობ იოანე პეტრიცის ფილოსოფიაზე. მრავალი წელია უკვე. ეხლა მუშაობ მის თარგმნის შედარებაზე ბერძნულ ორიგინალთან, პროკლესთან, ფილოსოფიის და რელიგიის გადაჯაჭვაზე შუა საუკუნეებში, როგორ იყო გამოცხადებული ჭეშმარიტება და ფილოსოფიური, დიალექტიკური მიგნებები და ძიება ერთმანეთთან დაკავშირებული. აი, ამას ვიკვლევ, ჩემი ცხოვრებისეული ინტერესი ესაა. ამ ყველაფერთან კავშირშია ვაჟშოულად, რომელიც დღეს უნდა წარვადგინოთ თქვენთან და ვფიქრობ, ბევრი რაღაცა, რასაც ვილაპარაკებ, თქვენც ის ნაცნობი იქნება, იმიტომ რომ ვაჟშოლა ყველამ კარგად იცის, სკოლაში გავდივართ, ისეც ვკითხულობთ და ამიტომ მე უფრო დაველოდებ მეორე ნაწილს ამ ჩვენი ურთიერთობის, სადაც თქვენ პირადად თქვენი ინტერესები შემოხვალთ კითხვებით და ასე ვთქვათ, ჩემი ლაპარაკი მხოლოდ ბიძგი იქნება იმის, რომ თქვენ თვითონ გაგიჩნდეთ, დაგებადოთ რაღაც შეკითხვები, პრობლემები, კრიტიკა არ მიიღება იმის, რასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია, ხო? მე დავარქვი ამ მოხსენებას, ესეთი კუთხით არ განვიხილია ვაჟარო, ვაჟშოლა და ნიჰილიზმი. და უცნაური შეხამებაა რა, ვაჟშოლა და ნიჰილიზმი. ნიჰილიზმი არის სიცარიელი, არაფრის არ წმენა, იმ სიმყარის საფუძვლის მოშლა რაღაც. შევთხოვდი არ თქვი ეს რა და შევეცდები დავასაბუთო მე ბოლოში რატო დავარქვი ამ თემას ეს სახელი. ხო რა ნანახი ფილმი ვედრება თენგიზ აბულაძის და ბევრ თქვენგანს ნანახი ექნება. ეპიგრაფი ამ ფილმის არის ასეთი: არ შეიძლება დაიკარგოს ადამიანის ლამაზი არსი. და მე რო უყურებდი ამ ფილმს, სკოლაში ვანახე პირველად ეს ფილმი, პირველად მაშინ სკოლაში ვნახე ბავშვთან ერთად, დაზიანებული იყო როგორც ჩანს ეს პირველი კადრი და ეწერა ასე: შეიძლება არ იყო წაშლილი, ანუ არ იყო მოქცეული ფოკუსში და ეწერა შეიძლება დაიკარგოს ადამიანის ლამაზი არსი. და ფიქრობდი რომ მაშინ რაღაც განგაშივით ჟღერდა ეს ფრაზა რომ შეიძლება დაიკარგოს, ანუ რაღაცა ბრძოლაში გაქვს ეს ადამიანის ლამაზი არსი, რაღაც შესანახი არის, შეიძლება დაგიკარგოს, კანკალით უნდა შეინახო ეს. პავლე მოციქულს აქვს ეგეთი სიტყვები: კანკალით და შიშით შეასრულე შენი ხსნის საქმე. ანუ ეს არ არის გარანტირებული, რომ შენ იხსნები. არ არის გარანტირებული ადამიანის ღირსებას არ დაკარგა, ადამიანური ღირსების, ადამიანობის ლამაზ არსს არ დაკარგა. ანუ განგაშის ქვეშ ცხოვრობ. მე ესეთი განცდა მქონდა, როცა ამ ფილმის ეს ეპიგრაფი ვნახე. მე ვნახე, რომ თურმე ამბობს აი უფრო ოპტიმისტურად, არ შეიძლება დაიკარგოს ადამიანის ლამაზი არსი. მე ვფიქრობ, ეს განგაშიც არ არის უცხო ვაჟასგან. ანუ ეს განგაშის ქვეშ ხდება ეს ვაჟასთან ადამიანის ლამაზ არსზე ჩაფიქრება. საინტერესოა ვაჟშოლა რა ეპოქის შვილი არის, ეს მე-19 საუკუნეა რა და ვაჟშოლა ძალიან მიყვება აი თერგდალეულების ჩამოყალიბებულ ტრადიციას. აი ეს არა მარტო თერგდალეულის ტრადიცია, ეს მთელი ევროპული განმანათლებლობის ტრადიცია, რაც თერგდალეულებმა უფრო მეტად ხაზგასმით შემოიტანეს საქართველოში, აი კაშკაშად საპროგრამოდ დასახეს ეს ევროპიზაცია საქართველოს. რა არის ამ ევროპიზაციის არსი? მანამდეც ყავდნენ არა ჩვენ სოლომონ დოდაშვილი მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომ ძალიან სავსებით ევროპელი ავტორები არიან. რა არის რას გულისხმობ ამ ევროპელობაში? განმანათლებლობაში. ეს განმანათლებლობა ფართო გაგებით, არა, განმანათლებლობა აი იმ გაგებით, როგორც ეს ევროპაში მოიტანეს ფრანგმა ენციკლოპედისტებმა, არა მარტო მათ დიდმა ფილოსოფოსებმა, დეკარტემ, კანტმა. ეს არის მიდგომა, ახალი მიდგომა რეალობის მიმართ. ანუ შენ როდესაც ცდილობ და ბედა, რომ რეალობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილო უშუალოდ. არა ეკრანიზებულად. ასე ვთქვათ, შენ კი არ ღებს სხვის რაღაც მოცემულ შემეცნების ფორმებს, სათვალეებს. არამედ ბედა აი გადადებ ყველა სათვალეს, რომელიც დაგიდო ტრადიცია და ცდილობ, რომ შენ თვითონ შექმნა შენი საკუთარი დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვან რეალობასთან. ცხოვრების საზრისთან. გავუსწრებ ბარათაშვილთან როგორ არის? მე არ ვიცი საზრისი, მე ის ძველი აღარ მაგმაყოფილებს, ამიტომ მე თვითონ ვეძებ, გავუკვალავ გზებში, მე თვითონ და გადავიდე. აი ეს შეტოპო აი იქ სადაც აქამდე არ ყოფილხარ და იქ აღმოჩნდა იმისი, რაც შენ აქამდე არ იცოდი, სადაც ჯერ არ იყავი, ეს არის აი განმანათლებლობის პრინციპი, საფუძველი. ეხლა ეს არ არის მხოლოდ
როგორ ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა, რომ ამ ეპოქას ეს ახასიათებდა, სხვა ეპოქას არ ახასიათებდა. განმანათლებლობა არის, როგორ ვთქვათ, შეუქცევადი რამე. კაცობრიობად ეს ჰაერი თუ ჩაყლაპე, მორჩა ვეღარ მოიტყუებ და ვეღარ იტყუე ეს ჰაერი არ ჩამიყლაპავს. ესაა შეუქცევადი მოვლენა. შენ თუ ერთ წიწილა თუ გამოიჩეკა, ის კვერცხში ვეღარ შებრუნდება. და ეგეთი მოვლენაა, შენ თუ ჩაყლაპე თავისუფალი პირადი ძიების ჰაერი, მაშინ ვეღარ დაბრუნდები იმ მომენტში, სადაც შენ სხვას გადააბარებ ამ ამოცანას. თუ დაბრუნდები, მაშინ ეს დეგრადაცია იქნება უკვე. ეს უკვე საკუთარ რაღაცა მიღწევაზე უარის თქმა იქნება. ამიტომ ეს განმანათლებელობაში ეს იგულისხმება, შენ ეძებო შენ თვითონ. კი ბატონო, ილიასთან არის და ძალიან კაფიოთ ეს, რომ გონება მე ისეთი მორჩილების წამს, სადაც გონება უფალია, სადაც ჩემი გონება არის გამსაზღვრელი ფასეულობის. მე ბრმად არც ერთ ფასეულობას არ მიყვები. მათ შორის უკვე არც ქრისტიანულ ფასეულობას. ქრისტიანობა კი ფასეულობა ტრადიციულად მესმის რომ ეს ფასეულობაა, მაგრამ მე თუ არ გავიაზრე, რატო არის ეს ფასეულობა და თუ ამ ფასეულობას არ შემოვაცალე, ჩამოვაცალე ის რაც ჩემულობს რომ ფასეულობა და სინოლოგიაში ასეთი არ არის, მაშინ მე არა ვარ ის როგორ თქვა, ავთენტურად ქრისტიანი, ასე ვთქვათ. მე რაღაცებს ბრმად მივყვები. აი ბრმად მიყოლის ეს წილი შენ მორწმუნეობაში განმანათლებლობის მერე, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ან შენ ყველაფერი უნდა გესმოდეს, რას რატო აკეთებ. შენი სინდისი ამას უნდა ეთანხმებოდეს. მეტიც შენმა სინდისმა უნდა აღმოაჩინოს ხელახლა ეს რეალობები. აი ვაჟოვშოულ ამ ხრივ არის ძალიან ევროპელი ავტორი. შეიძლება უფრო მეტად გამოკვეთილათაც კი ვიდრე ნებისმიერი სხვა თერგდალეული ავტორი. ილია ჭავჭავაძეც კი. და ვაჟოვშოულთან აი უფრო მკაფიოთ არის და უფრო როგორ თქვა ამის მეცნიერულ დონეზე გამოკვლეული, როგორ იბადება ეს ახალი პიროვნება, როგორ იბადება პიროვნება თავისივე აზრების წვაში, თავისივე დამოკიდებულებაში, დაკავშირებაში სამყაროსთან, თავისივე მარტოობაში. შეუძლებელია განმარტოების გარეშე ასეთი პიროვნება დაიბადოს. ანუ გაბედვა გულისხმობს მარტოობას. გახსოვთ როგორ არის რუსაულთან სიარული მარტოობა ჩვენის გაჭრად დაეთვლების, არა? შენ ვერ გახვალ ახალ განზომილებებზე, ახალ სივრცეებზე, თუ არ განმარტოვდი, თუ არ გაბედე განმარტოვება. მაშინ ისე ვიფიქრებ, ისე როგორც შენი მეგობრები ფიქრობენ, როგორც შენი საზოგადოება ფიქრობს. ახალი რო შეიქმნა, შენ და გაბედო რაღაც სიცარიელში გასვლა. იქ სადაც აქამდე არ იყავ. მოდი აი ვაჟოსთან აი ეს გასვლა, გაბედული რაღაცა უარყოფა იმისი, რაც აქამდე იყო და რაღაც ახლისკენ გაწვდომა. ძალიან მკაფიოთა, უფრო მკაფიო და უფრო ასე ვთქვათ, სისტემურად ასახული, ვიდრე ნებისმიერ სხვა იმდროინდელ განმანათლებელ ქართულ ავტორთან. აი ბავშვობიდან ესეთი იყო ვაჟა. ბავშვობიდან ავლენდა აი ამ დამოუკიდებლობას, მარტოობის სიყვარულს. ბარათაშვილს აქვს ნათქვამი, რომ ესეც სამი სიტყვა. ახალი აზრები, რაღაც ახალი რეალური ფასეული აზრები ყალიბდება მყუდროებაში, მოცალეობის დროს, მარტოობაში, განმარტოებაში, მყუდროებაში, მოცალეობის დროს. აი სამი ასპექტი: განმარტოება, მყუდროება, მოცალეობა. შეიძლება განმარტოვდე და მყუდრო არ იყო. და ისევ იყო რაღაცა ციბრუჩი ამ ყველას აზრების და ის თან დაგქონდეს მთელი შენი საზოგადოება შენ განმარტოებაშიც კი. როგორც რომინზონ კრუზოს თან დაქვს მთელი თავის საზოგადოება, გინდა უკაცრიელ კუნძულზე მივიდეს, მაინც ყველაფერი თან დაყვება იქ. არ არის ის განშორებული არც არის. ფაქტობრივად ის ახალს კი არ ქმნის რამეს იმ კუნძულზე, არამედ შეაქვს ის რაც ისედაც იცის უკვე. კოპირებს იმას იმ კუნძულზე. ბარათაშვილი არ ამბობს ასეთ განმარტოებაზე. ის ამბობს აი განმარტოება, როგორც გარედან შეხედვა შენ სადა ხარ და ვინ იყავი და ასე შემდეგ. ვინ ახარ და საით მიდიხარ. რატო უყურებ ასე რეალობას? დაუსვა სხვანაირად, დაუსვა საკითხი შენ თავს სხვანაირად შევხედო ეგ რეალობას. აი ესეთი მყუდრო განმარტოება, სადაც ყველაზე რადიკალურ კითხვას უსვავს საკუთარ თავს. თქო საკუთარი კანიდანაც ამოძვრები, ასე ვთქვათ. აი ესეთი განმარტოების სიყვარული ვაჟას ბავშვობიდან ჰქონდა, სკოლის ასაკიდან. გიმნაზიაშიც ამოვდნენ. აი ვაჟა სულ მარტო არის, თავისებური არის. შეუერთება რაღაც წრეს, მაგალითად რევოლუციურ წრეს, იქ ხალხოსნების წრეს, მე უცებ აღარ დადის ამ კრებებზე. რატო აღარ დადიხარ ვაჟა ჩვენ კრებებზე? რა აღარ მოგწონო არ? ხო რა ვიცი, მე ჩემ ღერძზე მიყვარს ტრიალი. ამბობს, ჩემ ღერძზე მიყვარს ტრიალი. რა შეიძლება თავის სინდის იტყლის. საკუთარ დამოკიდებულებას აყალიბებს სამყაროსთან. ბედავ ჩვენ რომ ჩვენს საკუთარ ღერძზე ვიტრიალოთ. თუ ისევ საკუთარი მეგობრების და გარემოს ღერძზე ვტრიალებთ, ასე ვთქვათ. იქნებ ჩვენი სინდისი ჩაანაცვლა რაღაც გარემო. აი ვაჟთან ეს მომენტი იყო რომ მე მინდა ჩემი სინდისი დავბადო, ჩემი დამოკიდებულება და არ ჩავანაცვლო ეს რაღაც გარემო ზეგავლენი. თუნდაც ძალიან რაღაცა მოწინავე პოლიტიკური იდეების მატარებელი ჯგუფის ზეგავლენი. პარტიული ზეგავლენი თუნდაც რაღაც არა, მე ეს არ მინდა, ჯგუფური არ მინდა, მე მინდა ჩემი მქონდეს.
მე ბედავ ჩემ ღერძზე ტრიალს. ძალიან ბევრს კითხულობდა ვაჟიშვილა. ვაჟიშვილა არ არის თის კაცი, ასე ვთქვათ, რომელსაც ფაფახი ახურავს და ინტუიციით წვდება დიდ ჭეშმარიტებებს. ვაჟიშვილა ინტუიციაც დიდი აქვს, შთაგონებული ავტორი არის, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან განათლებული ავტორი. უამრავს კითხულობს. სემინარიაშიც კითხულობს ქართულად, რუსულად, ეწაფება სიღრმისეულად თითოეული ავტორის, აი როგორ თქვა, ბიოგრაფიულ დეტალებს მათი ცხოვრების. მაგალითად, ბელინსკიზე ეკამათება 18 წლის, 19 წლის ვაჟა ეკამათება ბელინსკიზე, რომელიღაც რუს სტუდენტს იქვე სწავლობდა. და ეუბნება, რომ შენ ბელინსკი არასწორად გაიგე, შენ ბელინსკი გაიგე რეტროგრადულად, ანუ ბელინსკი ჰეგელს კი მიყვებოდა, მაგრამ გვიანდელი ბელინსკი მიყვებოდა რადიკალურ ჰეგელს და არა იმ შენ კონსერვატორულ ჰეგელს. ანუ ვაჟის ესმოდა ჰეგელიანობა კარგად და ჰეგელს აქვს ეგეთი იდეა, რომ ყველაფერი რაც რაციონალურია, რეალურია. ანუ ყველაფერი რაც რაციონალურია, სიკეთეა და რეალობაა. და ეს შეიძლება გაიგო კონსერვატორულად, რომ ის რაც მოცემულობაა, ეს რაციონალურია, ამიტომ აღარ უნდა შეცვალო და შეიძლება გაიგო რევოლუციურად, რომ ის რაც რაციონალურია, შენ თავში იბადება და ამ რაციონალური პრინციპით შენ შეგიძლია შეცვალო არსებული რეალობა. მე მგონი გასაგებად ლაპარაკობ, არა? აი დავუშვათ რაღაცა სიტუაცია ჩამოყალიბებული ჩემს კულტურაში და მე ვიღებ რომ ეს კულტურა არის რაციონალური, ამიტომ მას არ ვცვლი, იმიტომ რომ ესაა კეთილი და რეალური. რაც რაციონალურია, რეალურია. მაგრამ მე თუ ვიტყვი რომ იცი რა, ჩემ კულტურაში რაღაცები არ არის რაციონალური და რაციონალური იბადება ჩემს გონებაში და ჩემს სინდიში. ამიტომ მე ხდები რევოლუციონერი. მე მინდა უკვე შევცვალო ჩემ კულტურაში რაც არარაციონალურია, იმითი რაც რაციონალურია, იმითი რაც გონების მიერ მიცდომილია ჩემში, ჩემს განმარტოვებაში, ჩემს პირად აზროვნებაში. ამიტომ ვაჟა ამბობდა რომ ბელინსკი აი მეორე ტიპის მოაზროვნე იყო გვიანდელი ბელინსკი. ამიტომ არ ეთანხმება ამ თავის მოპაეკრეს. პეპელიჩი იყო გვარად ეს მოპაეკრა. აი ესეთი ღრმაცოდნა ქონდა ფილოსოფიის, ევროპული მოვლენების და ამიტომ ამას ატარებს ყველაფერს ვაჟა თავის თავში. პეტერბურგში წავიდა სასწავლოდ 1 წელი იქ ისწავლა. სამწუხაროდ ილიასავით 4 წელი არ გამოვიდა ხელმოკლეობის გამო, მაგრამ ისწრაფოდა რაც კი ყველაზე მეტად მისაწვდომი იყო, ყველაზე განვითარებული ევროპული კულტურა, რაც კი ქართლის მისაწვდომი იყო, აი იქ იყო მისწრაფებული ვაჟა და 1 წელი გატარება პეტერბურგის უნივერსიტეტებში ეს არ არის ხუმრობა. ესე იგი როგორ თქვა, მიახლა შეეხო ყველაზე, გავიც, განთქმულ პროფესორებს, ყველაზე მოწინავე იდეებს და ასეთი ჩამოვიდა ვაჟა. აქაც აგრძელებდა ამ თავის კითხვებს, ის იყო სულ განათლების პროცესში. ვაჟასთან არ არის დაკმაყოფილება. გახსოვთ რა მთანი მაღალნი. დგანან და ელიან, უსაზღვროა მათი მოლოდინი, არა? ვაჟაც ეს თვითონ ვაჟა არის. ეს გონების და გულის გაუმაძღრობა, რომ კიდე უნახავის დანახვა. ეს უნახავის დანახვა, აქამდე არ ცნობილის გაცნობა. ეს რომ სულ გაქვს და არავისარ თავდება შენში. ეს არის ეს ახალი დამოკიდებულება, უკმაყოფილება. ილიას ლაპარაკობს არა ამაზე, რომ კმაყოფილება მომაკვდინებელი სენია. პირიქით, მადლიანი არის უკმაყოფილო. მიღწეული შემთხვევით არის საფუძველი ახალი მიღწევების. აი ევროპული ცივილიზაცია ყველაზე ღრმაგაგებით ესაა, დაუკმაყოფილებლობის ცივილიზაცია. როცა შენ მიღწეული აროს არაა კმაყოფილების საფუძველი. ყოველთვის ბიძგია ახლის აღმოჩენის. აი ვაჟოსანეს პოემებში სულ არის აი ამაზე ლაპარაკი. მოდი დაუსვი შეკითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვები დასვი. ნუ იქნები კმაყოფილი იმითი, რაც ინერტულად მიიღე. შეიძლება რაც ინერტულად მიიღე, კარგი არის. შეიძლება არ არის კარგი, ამიტომ შენ უნდა განიხილო ეს, ექსპერიმენტი ჩაატარო. ამიტომ ვაჟოსთან პიროვნების დაბადება ხდება იმ ექსპერიმენტის შუქზე. ამ ექსპერიმენტის სვლელობაში, ასე ვთქვათ. და ეს ვაჟა აჩვენებს, როგორც გითხარით, სისტემურად აი ამ დაბადების პროცესს, დინამიზმში, მის დინამიკაში. ის არ არის აი ასეთი იყო ადამიანი, თუმცა ბახტა ასეთი გახდა. არა, ის არის რაც ორგანული ბუნებრივი პროცესი არის თქოს. ბუნებრივი თუ ზებუნებრივი, არ ვიცი როგორც უნდა დაარქვით. ხანდახან ეს დამოკიდებულია რაღაც შემთხვევაზე. ანუ ეს გმირი არის თავიდან თანდაყოლილი თვისებები აქვს, რაც განვითარებული თვისებები აქვს, დისპოზიცია აქვს განვითარებისკენ, მაგრამ ეს შეიძლება არც შედგეს, თუ რაღაც შემთხვევა, საბედისწერო ან ბედის განსაზღვრელი შემთხვევა არ მოხდება. აი გახსოვთ ალულა-ქეთელაურში რა არის ბედის განსაზღვრელი შემთხვევა რა? ჩვეულებრივად ის ყველაზე ძლიერი ადამიანია თემში, ყველაზე დავლათიანი, ასე ვთქვათ, დავლათიანი არის მდიდარი არა მარტო ქონებრივად, არამედ დავლათისა სულიერი სიმდიდრეც, რომ მას შეუძლია თავი გარისკოს სხვებისთვისაც. ანუ ყველა ვერავინ ვერ ბედავს ამ
გაკიდებას მუცელთან და მის ძმასთან, მაგრამ მარტო ალუდა იღებს თავის თავზე თემის ღირსებას და გაედევნება ამ მუცელს და მის ძმას. და ხდება ეს შეხლა შემოხლა, რა, ამათთან მოკლავს მის ძმას და მე არის ესვრიან ერთმანეთს, ალუდა მოკლავს და იქ უცებ იმპულსი წამოვა მუსულმანი მტრისგან. ისე თქვის, ახლა შენ იყოს რჯულძაღლო ხელსა ჩავარდეს ხვისასა, ეს იარაღზეა რა. და იარაღს რო აძლევს რჯულძაღლოს როგორ აძლევს იარაღს? ესე იგი რჯულძაღლოს აღარ ამბობს უკვე რეალური აზრით, ალუდას რაც მოეწონა ალუდა. ამიტომ თავის ღირსების გამოხატულებას იარაღს აძლევს ალუდას. შეიძლება თავისი ძმისთვისაც კი არ მიეცა, იმიტომ რომ ის მისი თანაბარი არ ყოფილიყო ამ ღირსები და დაინახა რა თანაბარი ღირსება დაინახა მაშინ. ნახა როგორ აი თავგანწირულად იცავს თავისი თემის ღირსებას ალუდა, მარტო ცხენებში კი არაა საქმე, აი თემის ღირსებაშია საქმე. ეს იმიტომ არ გაეკიდნენ სხვები რომ ეშინიათ ავნიზნიანი, თორე მარტო უბრალოდ ქურდები რო ყოფილიყვნენ, ყველა გაეკიდებოდა. ისინი არა ძლიერი მტრები არიან და ყველა მიცის როგორები არიან, ამიტომ მარტო ალუდამ გაბედა. ესე იგი მუცალი პირველი იწყებს, იმპულსი მოდის მუცალისგან. და ალუდა ამ იმპულსის შუქზე ხედავს რომ კი მაგრამ ამას როგორ მოუჭრა ხელი? მის ძმას ჭრის ხელს, მაგრამ პირადად მუცალს ვერ ჭრის ხელს. და იმპულსურად რაღაც სპონტანურად იწყებს ტირილს. ეს სპონტანური მოვლენაა და მე მოდის და ნელა ფიქრობს ამაზე. ნახეთ, გზაში სანამ შემოვა ის თავის სოფელში, შატილში სანამ შემოვა, მანამდე შავი რაღაც ჯანღებივით ფიქრები რაც შუბლზე თითქოს ეწერება ეს ფიქრები შავი ჯანღებივით, არა? ეს მეტაფორა ვაჟოს ასეთი. ვისაც მტერობა მოსწყურდეს, გახსოვთ ეს პასაჟი. ეს ვისაც მტერობა მოწყურდეს არის რაღაცა მოჯადოებული წრე. შენ თუ ხარ ამ სისტემაში, აი მოჯადოებულ წრეში შურისძიების გამოსავალი აქედან არ არის. სულ იტრიალებს და იტრიალებს. არაფერი არავის არ მოხდება წყვეტა ამ წრის. და ეს იქნება სტატიკური ცივილიზაცია, წრეზე მბრუნავი ცივილიზაცია. და უცებ შემოდის რაღაც სხივი, რომელმაც შეიძლება ეს სტატიკური ცივილიზაცია, ეს ციკლური ცივილიზაცია, ციკლოპი გახსოვთ არა ალბათ ოდისეაში, ციკლოპი რა არის? ცალთვალა არის. ცალთვალა ნიშნავს ცალტვინაც არის. იმიტომ რომ მას არ შეუძლია თავის ცხოვრებას გარედან შეხედოს მეორე თვალით. ის ერთ ხედვაში არის და იმ ხედვას ატრიალებს და ატრიალებს. ციკლოპია, ციკლს ატრიალებს. ვაშთან კი ციკლიდან გამოსვლის საშუალებაა, იმიტომ შენ შეგიძლია პაუზა გააკეთო, დააპაუზო შენი ცხოვრება, გარედან შეხედო, რაღაცა გაშეშტე და გარედან შეხედო. გახსოვთ სიზმარშისა რატო ხარ გაშტერებული ალუდასეუნევიან? მიდი რა შენ შეჭამე ეს ადამიანის ხორცისგან გაკეთებული შეჭამადი. და ნუ ხარ გაშტერებული, მიდი კიდე მიმირთვით ალუდას. ეს რაც ხმა ამბობს, არა თემის ხმა არის, როგორც ჩანს, ხო, ეს ტრადიციის ხმა. და ალუდა კიდე აღარ უსმენს ამ ხმას და სწორ შვები რომ ამას ვაკეთებ. აი ეს გაშტერება არის უბრალოდ ეს წერტილი, რაღაცა ისე ვიტყვი, ზე ადამიანური წერტილი გარკვეული აზრით, ანუ ობიექტური წერტილი, ღვთიური წერტილი, თეორიული წერტილი შეიძლება დაარქვა ამას, რომ ჩემი სუბიექტური ვნებებიდან გამომდინარე კი არ უყურებ ასე. ანუ ვცდილობ, რომ ჩემი სუბიექტური ნებები რაღაცნაირად გადავდო, ავაგლიჯო ჩემი თავი ამ სუბიექტურ ნებებს და გარედან შევხედო ამ რეალობას. მაშინ მაქვს შანსი მისი შესვლის. თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგავ, თუ არ გავშტერდები, ასე ვთქვათ, მაშინ მე შანსი არ მექნება გავწყვიტო ეს მოჯადოებული წრე. ამიტომ აი აქ არის გარკვეული მზაობა, რომ გადავდგა ნაბიჯი სიცარიელისკენ. რას ვამბობ სიცარიელისკენ? შენ თლიანად თემის ფასეულობებს უყურებ გარედან და აქ არის რისკი, რომ მე თუ ეს ფასეულობები უარყავი, ვაი თუ აღმოჩნდეს საერთოდ არაფასეულობებში, საერთოდ სიცარიელეში, ნიჰილიზმში, ასე ვთქვათ, ნიჰილ, არარავობაში. იქნება აი ეს მე შეიძლება ამით მეშინოდეს, მე შეიძლება სიცარიელის დიდი შიში მაქვს. და ამიტომ მზად ვარ, რომ ისევ გადავაგდო ეს ჩემი ეჭვები და ჩავიხუტო ის მყუდრო რაღაც შეხედულებები, ინერციები, თუნდაც წმინდა ინერციები და აღარ დაუსვა ამას შეკითხვა. მაძრწუნებს კიდეც იმის განცდა, რომ მე შეიძლება სიცარიელეზე აღმოჩნდეს, შემეცნებით სიცარიელეზე. აი შეძრწუნებაა გამოხატული თუ გახსოვთ ბერდიას სიტყვებში. სიტყვებში ბერდიაზე რას ამოსვაჟა? ფერიედება ბერდიას ფერი სხვა რიგი შიშისა. როცა ბერდია ხედავს, რომ ეს მზად არის ჩემი თემის წევრი, რომ დაუკლას კურატი ამ უცხო რელიგიის წარმომადგენელს და ანუ კურატის დაკლა რა არის? ანუ დაუშვას ის აზრიც კი, რომ ის უცხო რელიგიის წარმომადგენელი შეიძლება ცხონდეს. არ მე გამიმეტებავ მისთვინა, ხო? რა გამიმეტებავ მისთვინა? კურატი კი არ გაუმეტებია მისთვის ალუდას. მისთვის გაუმეტებია ხსნა და მარადიული ბედნიერება, რა? კურატი ეგ არის, ამის ნიშანია. მე გამიმეტებია მისთვის მარადიული ბედნიერება, როგორც ჩემი თემის წარმომადგენლის არ მენანება, არც მისთვის მენანება.
მე აღარ უყურებ უკვე მის ძმას როგორც რაღაც ქურდ ბაცაცას და რაღაცას. ის არის მისი ის ღირსეული იყო თავისი ლამაზი ძმისთვის, ასე იბრძოლა ბოლომდე, თავი გაწირა. შეიძლება გაქცეული იყო, არ გაიქცა, იმიტომ თავი ძმა ისე უყვარდა, რომ ბოლომდე დადგა და ბოლომდე მებრძოლა. ესე იგი, მასაც აქვს ისეთივე სიყვარული და უფრო მეტი შეიძლება, როგორც ჩვენ თემში შეიძლება ქონდეს ადამიანს. ამიტომ როგორ მეუნევით მე რომ იმ ადამიანში ღირსება, ადამიანური ღირსება არ არის, ადამიანური სილამაზე არ არის. თუ არის ადამიანური სილამაზე, თან ასე ძლიერად და მკაფიოდ, რატო არ უნდა მინდოდეს მისთაც იგივე რაც ნებისმიერი ადამიანისთვის. და ნებისმიერი ადამიანისთვის ჩემი თემის წარმოგებისთვის ხო არ მშურს სამოთხე, არ მშურს მარადიული ბედნიერება. ხო და მისთაც გავიმეტებაო. აი მაგრამ ეს იდეა თავისთავად ეს იდეა რა გამოდის რომ მაშინ ალუდა უფრო მაღლა აყენებს თავს ვიდრე ჩვენი ბატონი, ანუ ბატონი წმინდა გიორგია რა, ჩვენი ხატი, ღმერთი. ის არ უშვებს რომ ის შემოუშვა სამოთხეში და ალუდა მასზე მაღლა აყენებს, ეს ამპარტავანია, ეს ბოროტიკაცი არის. ეს გვიშლის თვითონ თემის აზროვნების პრინციპს და თემის შემაკავშირებელ ძალას. გასამოს გახსოვთ ალუდა რომ მიდის თემიდან. შვიდობით ჩვენო ბატონო ყმათად მომცემო ძალისა. რა არის ძალა? როცა არის სიცხადე რაღაც იდეოლოგიური სიცხადე, ეს ამ სიცხადის მონაწილეებს ყველას ძალას აძლევს. შენ რაღაცა კონცენტრირებული გაქვს ენერგიები, როცა აღარ სვავ შეკითხვას, აღარ სვავ შეკითხვას, ეჭვი არ შეგაქვს. შენ მიყვები უკვე ჩამოყალიბებულ რაღაც იდეების სისტემას და ეს იდეების სისტემის ასეთი მიყოლა, კონცენტრირებული მიყოლა, შენს და შენ მთელ თემს აძლევს ძალას. და უცებ ალუდა ასეთ რამეს აქვს, პარადოქსულ რამეს, რომ შენ ჯობია ძალა არ გქონდეს და უძალო იყო, დასუსტდე და შენი საკუთარი ხედვა გქონდეს, ვიდრე ძლიერი იყო თემთან ერთად, რომელსაც შეიძლება შენი სინდისი არ ეთანხმება. ჯობია შენ სინდისთან ერთად სუსტი იყო, ვიდრე უსინდისოდ ძლიერი. აი ბერდია კიდე სხვა რამეს აქვს, ბერდიასთვის მიუღებელია სხვა რიგი შიშიადება, იმიტომ რომ ვაი თუ დაიშალოს თემი, ვაი თუ თემა ძლიერება დაკარგოს, იმითი რომ აი როგორც ალუდამ დივერსია შემოიტანა, შენი აზროვნებით შეგიძლია კითხვები დაუსვა ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს, არა? მაშინ დაიშლება თემი. ყველამ თუ ეგრე იეჭვა და აი ტრები გადაგქელავენ. როგორც სახარებაშია, გახსოვთ? კაიაფას ის კი არ აინტერესებს იესო მართალია თუ არა. კაიაფას აინტერესებს რამდენად მომგებიანი იქნება ჩვენთვის იესო ცოცხალია თუ მკვდარი. უფრო მომგებიანი რომ მკვდარი იყოს პრინციპში. იმიტომ რომ მაშინ ცოცხალი რო იყოს იესო, მოვლენ რომაელები და დაგჟიან. იმიტომ რომ იესო არ არის ლეგიტიმური ავტორიტეტი, ჩვენ სინედრიონი ლეგიტიმური ავტორიტეტი ვართ, რომის მთავრობა გცნობს. და იესო არის არალეგიტიმური ავტორიტეტი და ამიტომ მას თუ გაყვება ებრაელი ხალხი, რომაელები იყვიან რომ არალეგალს გაყვა ებრაელი ხალხი, ჩვენ წინააღმდეგ არიან და გაწყვეტს ხალხს. გამოდის რომ ჩვენ თუ ხალხისთვის კარგი გვინდა, იესოს სიკვდილი კარგი იქნება ყველასთვის. ეს ეხლა გამოდის რომ ის ჰუმანისტია, კაიაფა არის დიდი ჰუმანისტი თავის შუაში. მაგრამ ეხლა პრინციპი აქ იმაშია, ის კი არა რამდენად სასარგებლო იქნება ებრაელი ხალხისთვის იესო ცოცხალია თუ არა. იესო მართალს ამბობს თუ არა, რასაც ამბობს. აი ვაჟოსთასაც მნიშვნელოვანი. ის კი არა ალუდას და სხვა გმირები ვაჟთან. ის კი არ მნიშვნელოვანი, რამდენად მომგებიანი იქნება ჩვენ წანგებიანი. მართალი ვარ თუ არა? მართალი ვარ თუ არა იმაში რომ არა ჩემ კულტურაში სხვა კულტურის ადამიანსაც შეიძლება კონდეს სრულყოფილი 100%-იანი ადამიანური ღირსება. მართალი ვარ თუ არა ამაში? თუ მართალი ვარ, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა ეს გამოამადგება მე თუ არ გამომადგება. გამომადგება, არ გამომადგება კონიუნქტურული ფასეულობაა, ანუ დროითი ფასეულობაა. მაგრამ მე მართალი ვარ თუ არა ამ ძირითად საკითხი ეს აბსოლუტური ფასეულობაა, აბსოლუტური განზომილებაა. ანუ ადამიანური, ჰუმანური განზომილება. იგივე ხდება სტუმარ მასპინძელში, თუ გახსოვთ არა? იქ რა ხდება სტუმარ მასპინძელში? ჯოყოლას ეუბნებიან, ჩვენ თუ არ მოვკლავთ ზვიადაურს, როგორ გაგვიგებენ ამას ხევსურები? რა თქმა უნდა, გაიგებენ რომ მათ ზვიადაური არ მოკლეს, იმიტომ რომ ხდალები არიან. ვერ გაბედეს მოკლა. რომ მოეკლათ ზვიადაური, იცოდენ რომ ჩვენ გავბრაზდებოდი და შურს ვიძიებდით, ხო? ხდლები არიან, გაუშვეს ზვიადაური და ამ სიმხდალეს დაარქვეს, არ ვიცი, რაღაცა სხვა სახელი, სტუმართმოყვარეობა დაარქვეს ამ სიმხდალეს. შეიძლება შენ მაღალი იდეები გაქვს სტუმართმოყვარეობაზე, რა ვიცი, შენ გულწრფელად ხარ თუ არა გულწრფელად, მაგრამ ჩვენ ეს უნდა მოვკლათ ახლა, იმიტომ თემს ასე ჭირდება. და ჯოყოლავნა მაპატიეთ, მაგრამ მე არ მაინტერესებს თემს რა ჭირდება. მე მაინტერესებს ის, რომ რა უნდა გავაკეთო მე, როგორც აი ღირსეულმა ადამიანმა რა უნდა გავაკეთო. შეიძლება სტუმარი ასე შეგატოვოთ? აი მე ამას არ გავაკეთებ. გინდათ თემისთვის ეს ძალიან ცუდი იყოს. გინდათ ჩვენ წავაგოთ პოლიტიკურად. მე ამ შემთხვევაში პოლიტიკა არ მაინტერესებს. მე უფრო მაღალი განზომილება არსებობს რაღაცა ზოგადკაცობრიული ადამიანური განზომილება. ეს განზომილება ჩემს პირად უნებებზე მაღლაც კი დგას. ანუ რაზე უნდა გამოიჭირონ თუ გახსოვთ? რაზე უნდა გამოიჭირონ ჯოყოლა?
ეუნევიან ზვიადაურის სახელი ბავშვმა კი ისიც თაშია და ეს ხოცავდა და ეს იყო საშინელი ადამიანი და მე პაუზას აკეთებენ და თვით ამან მოკლა შენი ძმა არყიანებში თოფით ანუ ის რომ აი მის სიძულში აი ააგდონა სიძულზე და იმ სიძულის ქვეშ მიაღებინონ გაწყვეტილება და ეგ მართლაც წკიბზე იყო ეს იმიტომ რომ ჯოყოლას მართლა უნდა შურიზიება რა თავის მისთვის და ზედ გულის კოვზე დაესვა ეს რომ გაიგო და მე არის პაუზა და უცებ ამ პაუზის მერე იღებს აი ამ გადაწყვეტილებას რომ ეგ შეიძლება მართალი იყოს ეგ მართალია იქნება ხო რა უნდა მითხრათ მაგითა მითს ვერ მიაბავთ თქვენს ძრახვას ჩემს გონებასთან ძაფითა ანუ ძაფითაც კი ვერ მოაბავთ მაინც თქვენს განზრახვას ჩემს გონებასთან ძაფი არის ყველაზე წვრილი სიმბოლოა ხო ძაფიც თუ გაჭრილია ესე იგი არაფერი კავშირი ამას იმასთან არ აქვს სხვა განზომილებაშია სხვა ზნეობრივ სამყაროებშია ის რაც მე ვაკეთებ და რაც თქვენ გინდათ გააკეთოთ თქვენი ზნეობრივი სამყარო არის რელატიური შემოსაზღვრული პოლიტიკით, ჩემი ზნეობრივი სამყარო არის ზოგადჰუმანური და ზოგადკაცობრიული. ამიტომ მე ამ ზოგადკაცობრიულის მიხედვით ვიქცევი ახლა. კი, მე ძალიან მინდა გულს მოვიფხანდი ახლა რომ მოვკლა ზვიადაური. შეიძლება სულაც ეს მინდა, უფრო მინდა ვიდრე გადავარჩინო, მაგრამ არის რაღაც პრინციპი, რასაც ვერ გადაუხვევ. ის პრინციპი ჩემს სურვილზე მაღლაც დგას და პოლიტიკაზე მაღლაც დგას. ამიტომ მას დავიცავ. თუმცა სურვილიც არის იქ, თუ გახსოვთ რომ გული რას გეუბნება თვითონ უიარაღოს აწვალებთ გული რას ამოს თავადა ხო ამას ამოს ანუ მე ფაქტობრივად სისხლსაც ღრის ასე ვთქვათ არ ჩანს იქ მთლად რომ მოკლა თუ არა მუსა მაგრამ ნუ კლავს თვითონ კი დაჭრა ისე რომ უნდა მოეკლა გამოიყვანეს დაჭრილი იქ წერია ან მოკლა ან არა არ ვიცით ხო შეიძლება გაიმეტა მოსაკლავად ანუ ის მზად იყო რომ თემის წინააღმდეგ აი ეს რადიკალურად წასულიყო თავისთავად გამოეყო თემისგან აი ძაფითაც რო არა მიბმული ეს ეჩვენებინა სისხლითაც სხვის რო ღრის ფაქტობრივად თავისი ღრის იმიტომ რომ ის რო ასე მიდის ასე რადიკალურად უპირისპირდება დუელამდე თემს ნიშნავს რომ თავის სისხლს დებს ზვიადაურისთვის ეგ მართალია იქნება თუნდაც გაემართოს სისხლსა მითაც ვერ ვღალატებ ფიცავ ღმერთს ქნული იმისა აი ესეთი პერსონაჟები ყავს არა იბადება რაღაც შემთხვევები იბადებს როგორც ზვიადაურს ისე მაგათი ზვიადაურს არა როგორც ჯოყოლას ისე ალუდას და საინტერესო არის რომ აი სარწმუნოების მხრივ ორივე შემთხვევაში მუსულმანი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მუსულმანიდან მოდის ალუდაში იმპულსი ახლა აი ალლაკეთელაურში მუცალი იწყებს ამას ამ დაფასებას მტრის შენ იყოს იარაღი და ეს ადლევს იმპულს ალუდას აქაც ჯოყოლა უფრო ამაღლებული პერსონაჟია ვიდრე ზვიადაური ჯოყოლა იწყებს აი ამას მტრის პატიების იდეა ჯოყოლაშია გაცხადებული და ბოლოში თუ გახსოვთ ზვიადაური ასე გადაჯვარედინებული ხელებით გამოჩნდება, რომელსაც ჯოყოლა უხმობს. იქოს ჯოყოლამ უნდა აზიაროს ზვიადაური, აი მაღალ ჭეშმარიტებას. ესეთი მომენტია. ამიტომ რა უნდა ამით ვაჟას აჩვენოს, რომ ეს უნივერსალურია, ქრისტიანობის ყველაზე მაღალი ფასეულობა, ეს მტრის შებრალება, მტერში ღირსების დანახვა, მისის შეყვარება, ეს არ არის შესაძლებელი კულტურულად ქრისტიანობით, ასე ვთქვათ, კონტექსტუალურად ქრისტიანობით. ესა ქრისტიანობა თუ არის ჭეშმარიტი რელიგია, ჭეშმარიტება კონტექსტუალურზე მეტი არის. უნივერსალურია და უსასრულო. ამიტომ შეიძლება ის გაბწყინდეს აი იმაშიც. და გაბწყინდეს როგორ? მას კი არ წაუკითხავს ბიბლიაში ეს. ყურანში არ წერია ეს მტერი შეიყვარე. მაგრამ პირად პერსონალურ გამოცდილებაში მიხვდა ამას. ანუ შეიძლება ეს ქრისტიანულ სიბრძნეზე გახვიდე პერსონალური გამოცდილებით. თუნდაც სხვა კულტურის ადამიანი, ისე რომ მას თავის წმინდა წერილში ეს არ ამოუკითხავს. წმინდა წერილი არ ასწავლის ამას. ქრისტიანს წმინდა წერილიც ასწავლის. მაგრამ ის მიხვდა ამას პირად გამოცდილებაში. ანუ შეიძლება აი გაბწყინდეს აი ლოგოსთან ურთიერთობა შეიძლება სხვა კულტურის ადამიანსაც ქონდეს აი ეს პირად გამოცდილებებში. ალბათ ესაა ვაჟიშვილის მესიჯი, რომ მესიჯიას გასაცხარო, რომ მისი რაღაც ხედვა, მისი უწყება თუ რა ვიცი, რადგან დაარქვით, რომ შეიძლება ეს ქრისტიანული შუქი ანათებს ყველას. არ არის კონტექსტით გაპირობებული მხოლოდ. აი ესეთი ღრმა გაგება პიროვნების დაბადების, ქალების ემანსიპაცია ხო ძალიან ცხადათაა ვაჟასთან. არა ქალები რო იგივე ღირსებისაა რაც კაცები. კი ბატონო, ეს ქრისტიანობაში დევს. ეს პავლე მოციქული ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ სოციალურად ეს გამოხატული არ იყო. ვაჟას დროს მე-19 საუკუნეში საქართველოში უკვე ჩნდება ეს იდეები, რომ ქალები და კაცები თანასწორები არიან, პოლიტიკურად და სოციალურადაც თანასწორები არიან. ქალები პოლიტიკაში უნდა იღებდნენ მონაწილეობას. ვაჟასთან ეს გამოხატულია მის პოემებში, მის ქალებში, არა? სანათა ეხლაც ხანდახან ქალს არ უშვებენ ხატში, არა? იმ ადგილას არ გააკარებენ ხოლმე თაში. სანათა არათუ ხატში შედის.
რიტუალსაც კი ასრულებს და საკლავსაც დაკლავს. სანაც არ აინტერესებს წესები, სანაც აინტერესებს არსი. კაცი თუ არ ასრულებს რიტუალს, მე შემიძლია შევასრულო, მაშინ ფუნქციონალურად რითი განსხვავდება კაცი? კაცი ვერ ასრულებს, ქალი შეასრულებს. რატომ უნდა შევზღუდო მე ეს ჩემი სიყვარული და განცდა რომ მე უნდა მოიხსენიო ჩემი მკვდრები, ჩემი გარდაცვლილები, რატომ უნდა შევზღუდო მე ეს ჩემი მოთხოვნილება, ჩემი სინდისისმიერი მოთხოვნილება, იმითი რომ ეს სქესი მაქვს ქალის. აი ავდგებდეთ და ვაჟებშილოდ განციფრებული ამას მარტოსა დიაცსა ხად ღმერთი უხსენები, ანუ იქ შევიდა თვითონ დაუკლავს საკლავი, თვითონე უტყავებია, მარტოს დიაცსა ხად ღმერთი უხსენებია, თქოს გაკურებული ამას ვაჟა. ხო გაგიკვირდება რომ სანათამ ეს ნაბიჯი გადადგა. იგივე ლელას თუ აქვს ეს გამბედაობა, რომ ეს შემიძლია იომო ჩემი ქვეყნისთვის. მაშინ რატო ვინ უნდა და შეუძლია დამიშალოს? ამბობენ რომ ქალებმა არ უნდა იომონ. მაგრამ მე თუ მაქვს ეს გამბედაობა და სიყვარული, რით განსხვავდება იმ კაცებისგან, ვინცაც იგივე სიყვარული და გამბედაობა აქვს? შეიძლება ხოშარეული, რომელიც ეუნება ლელას, რომ შენ არ წამოხვალ ხა ბახტრიონში საომრად. იქნებ ლელაზე უფრო უფრთხილდება იმას, რომ სტატუს კო არ დაირღვეს მერე თემში. ლელა რომ დაბრუნდება მერე დაუშვათ ბრძოლიდან და ხატობაზე შევა, ეთქვენ ლელა ხატობაზე შენ არ დაგიშვებთ. და ლელა ეთქვის კი, მაგრამ აგერ დაუშვათ წიწოლა რომ გადარჩენილიყო. აი წიწოლა მაგალითად ხდალია და ის იმას ხატობაზე უშვებდა. მე უფრო ვაშკაცურად ვიომე და არ დამიხევიო და მე არ ვიშვებ ხატობაზე. რატო? აი წიწოლას გვერდით დავждები და მიდ და გამაგდეთ, აბა. ანუ შეიძლება ხოშარეული უფრთხილდება თემის სტატუსკოს, რომ ქალების სტატუსი იყოს დადაბლებული, პოლიტიკაში არ იმონაწილეოს ქალმა, ქალი იყოს ოჯახში მხოლოდ, მისი ფუნქცია ამით იყოს განსაზღვრული. ლელას გამბედაობა ქმნის დივერსიას. და იქნება თავის სიზმრში რომ ჩაღრმავებულიყო ხოშარეული ეფიქრა რომ ჯობია ალბათ დავმარცხდეთ ბახტრიონში ვიდრე ლელამ შეგვიცვალოს სტატუსი ჩვენ თემში და მე ქალებმაც იარონ ხატებში. ვინ იცის, იქნება ესე ეთქვა. აი გადასარევი პერსონაჟია აღაზა რა, აღაზაც ესეთი პერსონაჟი რომელიც შენს თვალწინ იბადება. სახელიც კი ეძლევა მას შენს თვალწინ. ჯერ სახელი არ აქვს, ის ფუნქციაა, მხოლოდ აღაზა ცოლის ფუნქცია და აი ეგერაა ჩემი ცოლი, ჩემი ბავშვები, ჩემი სახლი. არც სახელსაც კი არ ეუნება. ის ეუნება როგორც ჩემი აი სატელიტი არის, ჩემი თანამგზავრი არის ეს ქალი. როგორც აი მისი ფუნქცია ცოლის და დედის. და ის პიროვნულად გამოკვეთილი არ არის ჯერ. და მე როცა აღაზა თვითონ გადადგავს ამ ნაბიჯს, რომ მე მინდა დავიტირო ეს ვაშკაცი ადამიანი. ის შემებრალა. რატო არ დავიტირო? გრძნობა მაქვს. რატო შევაჩერო ეს გრძნობა? ეს გრძნობა მარტო მისი სათნოების გამო არაა გამოწვეული, გარკვეული ეროტიული გრძნობაც კი არის, აი ტრფიალებითი გრძნობაც არის. ნეტავი იმ ქალს, ვინც ამის კერძზე წვებოდა, ეს არ არის მხოლოდ სათნოებაზე, ეს არის ეროსიც არის, აქ ტრფიალებაც არის. ამას უმალოს, რა თქმა უნდა, ამას ვერ ეთქვის ჯოყოლას. ჯოყოლას ეუნება მარტო პირველ ნაწილს. ისიც არის, რა თქმა უნდა, გამსაზღვრელი ის არის. რასაც ეუნება მე ჯოყოლას, რომ ძალიან შემებრალაო, რომ უცხოეთში კვდებოდა, არავინ არ ყავდაო, დამტირებელიო და ასე შემდეგ, მეც დავიტირეო. აი რატო შევაჩერო ეს გზნობა? შეიძლება იმიტომ შევაჩერო, რომ ეს ებრძოდა ჩემს თემს, ეს არის ურჯულო და ასე შემდეგ. მაგრამ აი აღაზა გადააბიჯებს ამას. და ინტუიცია აქვს, რომ სწორს აკეთებს. და მიუხედავად იმისა, რომ თემის რაღაც ცნობიერება და იდეოლოგია მასში ცოცხლობს, აი აქ არის გაორება, მისი პირადი ინტუიცია, სინდის ინტუიცია და თემის ეს იდეოლოგია, თემის რაღაცა პრინციპები. და ამ ბრძოლაში იბადება აღაზა. და როცა იბადება, როცა უკვე გადაწყვეტს, რომ არა, მაშინ უნდა გაყვეს თავის ხმას, მაშინ ეძლევა მას სახელი აღაზა. მანამდე სახელი არ აქვს. მერვე თავში ეძლევა ვაჟას მიერ სახელი აღაზას. და უცნაური თქოს, სახელი გამოხატავს რაღაცა არსსაც. აღაზა და აღზევება რაღაც სემანტიკურად დაკავშირებული არის, თქოს, აღზევდა. ანუ თემის შეხედულებაზე აღზევდა, რაც სხვანაირი გახდა. აი ეს პრობლემა არის მე რომ კი ასეთი გახდა, მაგრამ თემი რო ასეთი არ არის, როგორ გადავცე ეს თემს? ტირაჟირება როგორ მოახდინო ამისი? ამიტომ რთული არის ეს ტირაჟირება, რა. თუ შენი პერსონალური გამოცდილება უნდა იყოს ეს. ყველას ხო არ აქვს ეს პერსონალური გამოცდილება. მე მაქვს მაგალითად ეს პერსონალური გამოცდილება და ალულა ქეთელაური ვარ და უშე ჩამოვედი თემში, მაგრამ ცოტა როგორ თქვა შეიძლება ძალადობასავით გამოვიდეს თემზე, რომ ეგრევე აჯახო ეს. აი თვალის მომჭრელი სინათლე არის. გახსოვთ ალუდა რო იგებს ამ ხმალს, შუქი ამოხდა მზისაო და შუქი თვალის მომჭრელი არის, შუქი ტკენს თვალებს. შენ გინდა რომ დახუჭო თვალები და მოიცილო ეს ტკივილი. იმიტომ რომ ეს ახალი ხედვა თუ შეუმზადებლად მოგაწოდე, შეიძლება ტკივნეული იყოს და დამთრგუნველიც.
ამიტომ ვაჟასთან ალბათ არის ეს პრობლემა, როგორ გადასცეს ამ განათლებულმა ადამიანმა ეს დიდი ცოდნა სხვას. ტირაჟირება როგორ მოახდინოს. ამისაზე იდეოლოგიზაცია არ შეიძლება, ჭეშმარიტების იდეოლოგიზაცია შეუძლებელია. ქრისტეს ვერ აქცევ იდეოლოგიად. შეუძლებელია. ანუ რა მომერხა ქრისტიანული იდეოლოგია გჭირდება, შეუძლებელია. ქრისტე და ჭეშმარიტება მარტო პირად გამოცდილებაში მიიღწევა. ანუ ვერ გააკეთებ მას სახელმწიფო იდეოლოგიად ქრისტიანობას. გამოდის რომ ეს ტირაჟირება არის პრობლემა. რა უნდა იყოს ამ ტირაჟირებამ? ალბათ უბრალოდ სივრცის შექმნა, იქ სადაც ადამიანებს შეუძლიათ განმარტოება და ფიქრი. თორე დაძალება და რაღაცა სტრუქტურის შექმნა ძალიან ძნელი წარმოუდგენელია. ძალადობით ვერ გააკეთებ ამას, არა? ამიტომ ეს იქაც ჯოყოლაც, ზვიადაურიც, აღაზაც, რაღაცა ზე სოციალურ საზოგადოებას ქმნიან სადღაც მიღმიერობაში. ახლა და ვაჟა ხედავს ამ საზოგადოებას. მის დროს ეს მის თვალწინეს საზოგადოება არა, ემპირიულ რეალობაში ეს საზოგადოება არა, მაგრამ ის გადაიკრიფება რა ჯანღი და გამოჩნდება იქ ეს სამი პიროვნება, რომელსაც იდეალური ურთიერთობები აქვს, ანუ უნივერსალურზე გასული ურთიერთობები აქვს. მე გადაეფარება ისე ეს ჯანღი. ანუ ვაჟა ხედავს, ვაჟას გულში აქვს ეს იდეალური, მაგრამ როგორ მოხდეს ამის ტირაჟირება? ხმელი წიფელი ყველას ავიწყდება. ხმელი წიფელი არის მიყუჟული იქ. არავის არ აინტერესებს მისი არსებობა. ყველას აინტერესებს რაც გაფურჩქნულია და მწვანეა. მაგრამ აი ეს არის შეიძლება გაფურჩქნილი და მწვანე იყოს ის ოფიციალური რაღაცა აზრები, შეხედულებები, მაგრამ ის ხმელი წიფელი სათქმელი ძნელი გადასაცემი იყოს. არ იყოს ტირაჟირებადი არ იყოს. როგორც აი ბახტრიონში არის გადასწორებული პერსონაჟი ლუხუმი. ლუხუმს აქვს ეს განცდა რომ მტერი შეიძლება შეგებრალოს და იტირო მტრისთვისაც. და სხვებისთვის, მთელი თემისთვის, მთელი ქართველების ჯარისთვის, ამ კოალიციისთვის ესეთი იდეა არის დამღუპველი. შენ თუ მტერი შეგებრალა, შენ ვერ იბრძოლებ ისეთი ჟინით ამ მტერის მტრის წინააღმდეგ. ამიტომ ჯობია ეს შებრალება არ ქონდეს. და ეს სამარცხვინო განცდა არის, ამიტომ შებრალება. და ლუხუმს როცა დააყვედრის ზეზვა რომ შენ შეგებრალა ურჯულო და მოგიწყლიანდა თვალები და ტირილი დაიწყე, ეს ლუხუმი არაფერს არ პასუხობს. კი არ იცავს თავს, იცი რაში? აი რატო არ იცავს თავს? რო დაიწყოს ხა იქ ლუხუმა ლაპარაკი, იცი რა ვიგრძენი? მე ვიგრძენი რომ ადამიანი უნივერსალური ფასეულობაა და ის დაუშვათ ის ღირსია სიბრალოს. ეს რო ილაპარაკოს არც მოусმენენ. აი არის ეგეთი გამოთქმა სახარებაში, ნუ დაუფენ მარგალით ზღორებს. ხო, ეს არის მოწოდება, ეს ის კი არა რომ გაფრთხილება რომ მოწოდება, შენ არც უფლებაც არ აქვს დაუფინო მარგალიტები ღორებს. იმიტომ ისინი გათელავენ ამ მარგალიტს. სანამ შენ ვერ დაინახავ მზაობას იმ ადამიანებში რომ მარგალიტი მიიღოს როგორც მარგალიტი, ჯობია საერთოდ არ უთხრა, ჯობია შენთვის დამალო. ამიტომ არის ეს ლუხუმის პერსონაჟი ყველაზე მისტიური პერსონაჟი არის. უცნაური ის მისტიური სხვა ძირიდან მოდის, მისტკი და ინგლისურში ბრუსი არის. ამ მისტიური ან ბრუსით მოსული პერსონაჟი, მართლა ბრუსში გამოჩნდება ბოლოში. ეს ლუხუმი არც ვიცი ცოცხალი ამ მკვდარი ამბობენ მაღალ სტიზირას. აი ეს რაღაცა მათ მისტიურ სიტუაციაში ჩნდება და იქ ეს გველი ადამიანის მოდგვის მტერი უზიდავს საჭმელს, რძეს რაღაც ასმევს და უყვება ზღაპარს ორი ობოლის ძმისასა. ორი ობოლი ძმა არის თვითონ ეს ლუხუმი და გველი. ანუ ისინი მიხვდნენ რომ შეიძლება ერთმანეთს აპატიონ. შეიძლება გადამკვდარი მტრებიც კი იქცენ მოყრებად. ანუ მტრობა არ არის აბსოლუტური კატეგორია. აბსოლუტური კატეგორია არის სიკეთე, პატიება, სიყვარული. ამის ბადალი კატეგორია მტრობა არ არის. ეს მანიქეულური სურათი რომ სიკეთე და ბოროტების ბრძოლა მთელი სამყარო არასწორი სურათია. ქრისტიანული სურათი არის მონისტური სურათი რომ სიკეთე არის მთავარი და სიკეთეში ყველა წინააღმდეგობა გადაილახება. ვაჟოსაც ეს მონისტური სურათი აქვს რომ სიკეთეში არის წერტილი სადაც აი ეს მტრობაც გადაილახება. ყველაზე რადიკალური დაპირისპირებაც იქ შეიძლება იქცეს სიყვარული. ესეთი ხედვები ვაჟასთან, მაგრამ მინდა თქვა რომ აი ვაჟასთან ეს ხედვები არ არის ისევე კაშკაშად როგორ თქვა, კაშკაშად არის, მაგრამ ისევე მზამზარეულად მინდოდა მე თქვა, მზამზარეულად როგორც სხვა ავტორებთან. როგორც მაგალითად იგივე ილია ჭავჭავაძესთან. ილია ჭავჭავაძესთანაც ეს იდეებია რა, გახსოვთ ჩემი ლოცვა იქ ამბობს რომ მტერთათვისაც თუნდა გულსახვარი მართლობა შეუნდე არიციან ღმერთო რას იქვანონ ეს ქრისტიანული იდეები ილიასთან ნაკლებად პრობლემატურად არის ეს იდეები მოცემული. ის ილიას წამს ამისი და მიყვება ამას და არ სვავს ასეთ რადიკალურ შეკითხვებს როგორც ვაჟა. ვაჟასთან არის რაღაცა სივრცე, ნიჰილიზმის სივრცე, რომ ის ამბობს, მე კი ამას უარყოფ, აი ამ მტრობის კატეგორიას, ამას, მაგრამ ვაი თუ იქ არაფერი არ არის.
ვაი თუ ეს ყველაფერი სიკვდილით თავდება. თუ გახსოვთ, თენგიზ აბულაძის მთელი ვედრება არის აგებული აი ამაზე. თუ სიკვდილი ათავებს ყველაფერს, თუ სიკვდილი არის ბოლო ზღვარი ადამიანის არსებობის, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ, როცა ის იბრძვის აი ამ ფასეულობებისთვის? იმ ფასეულობებს, რომელიც მისმა სინდისმა აღმოაჩინა. თუ უკვდავება არ არსებობს, თუ ჩვენ ვქრებით მერე სიკვდილის მერე, მაშინ რაღა აზრი აქვს ამ ყველაფერს? აი ვაჟას არ ეშინია ამ შეკითხვის დასმის. ვაჟა სვავს ამ შეკითხვას და აი ცხოვრობს ამ შეკითხვას. მე ვფიქრობ ვაჟა არის იმ სიცარიელში, სადაც შენ რწმენისა და ურწმუნობის ზღვარზე დგეხარ. აი ეს გამოხატულიცაა ვაჟას მოთხრობებში, მის ლექსებში. რამდენი მოთხრობა აქვს, ლაიტმოტივური მოთხრობები, რაც მე თენგიზ აბულაძეს კარგად აქვს დაჭერილი. გახსოვთ იქ როგორ იწყება? ეს გმირი არის და მე მოდის რაღაც ბოროტი ძალა, დემონი, რომელიც ეუბნება, რომ ყველაფერი სიკვდილით თავდება, ყველაფერი დასრულდება. შენსა და ჯადაროს შორის, რომელიც არაფერზე არ ფიქრობდა გარდა სიმდიდრისა და კომფორტზე, არაფერი განსხვავება არა, ბოლო შენის და მისი ბოლოც ერთია, იქ მისით აღარაფერი აღარ არის. აი ვაჟა აი ამას ფიქრობს. ხო, თუ მართლა ყველაფერი თავდება სიკვდილით, მაშინ რა აზრი აქვს სიკეთის მიდევნას, რა აზრი აქვს ბრძოლას, რა აზრი აქვს სიყვარულს, რა აზრი აქვს სიძულვილს, იმიტომ სიყვარული თუ არა გაქვს, სიძულვილიც არ გექნება. სიძულვილი, კარგი სიძულვილი იქიდან მოდის, რომ შენ ებრძვი იმას, რაც ღირებულს, ლამას საფრთხეს უქმნის. როგორც კვირია მაგალითად ებრძვის ამ გველეშავს, ვერ იტანს ამ გველეშავს, ის ყვავილები უყვარს. გაკვირვებულია ამ ყვავილებით, ამიტომაც კვირი აქვია რა. და იცავს ამას ბოლომდე, აი სიძულვილი, სწორი სიძულვილი აქვს. ამ არც სიძულვილს, არც სიყვარულს, არც შემოქმედებას, არაფერს აზრი არ აქვს, თუ ყველაფერი ეს სრულდება. ვაჟას აი რამდენიმე მოთხრობა აქვს, სადაც აი ამას წარმოაჩენს. აი ამ თავის ეგზისტენციალურ რაღაც ვაკუუმში შესვლას, აი ნიჰილიზმის ზღვარზე დგომას. და მე ეს მოთხრობები სრულდება რაღაცა მისტიური გამოცდილებით, პირადი გამოცდილებით უკვე. ის ვაჟა კი არ გადაშლის სახარებას დაიტყვის, იცი რა, მე არ მაინტერესებს ეს შეკითხვა, არ მაინტერესებს ეს დილემა. ეს ტკივილი და ეს ნიჰილიზმის უსკრულის წინაშე დგომა არ მაინტერესებს, იმიტომ რომ სახარებაში წერია რომ არის მარადიული ცხოვრება. ვაჟა ამას არ აკეთებს. ვაჟა რაღაცნაირად ითმენს აი ამ მდგომარეობას და მე თვითონ რაღაც ეცხადება დაჯერებულობა იმისი, რომ ეს არ თავდება მარტო სიკვდილით, რომ ამას აქვს მარადიული ღირებულება. აი მისი მოთხრობები ოპტიმისტურად თავდება, ეს ოპტიმისტი მოდის პირად მისტიკურ გამოცდილებიდან. ამიტომ ფიქრობ ვაჟშოლა და ნიჰილიზმი, იმიტომ დავარქვი ამ ჩემ მოკლე პრეზენტაციას, ვაჟშოლა ნიჰილიზმი რატო? ვაჟშოლა დადგა ნიჰილიზმის ზღვარზე. აი ნიჰილიზმის უფსკრულს გამოგლიჯა მან განცდა იმისი, რომ ადამიანობის არსება, ადამიანობის ლამაზი არსება არის მარადიული. ამიტომ არის როგორც სრულდება მისი პოემა სტუმარ ვასინძელი და უფსკრულს დასკერს პირიმზე მოღერებული სყელითა. აი ეს უფსკრულს დასკერს პირიმზე მოღერებული სყელითა გამოხატავს, რომ ვაჟშოლამ აი ამ ნიჰილიზმის უფსკრულს გამოგლიჯა ეს დაჯერებულობა, რომ სილამაზე ადამიანის მარადიულია. ეს ხო ჩემი დღევანდელი პრეზენტაცია და დავალოდებით თქვენ შეკითხვებს. პირველი კითხვა მაქვს იმასთან დაკავშირებით, ანუ ეს უფრო კითხვაა რა, მაინტერესებს თქვენი აზრი, ზუსტად არ მახსოვს, რამდენიმე ქართველ მკვლევარს აქვს ამაზე სხვადასხვა მოსაზრებები, რატომ არის ქართულ მთაში წმინდა გიორგის კულტი უფრო ძლიერი ვიდრე ქრისტესი და ამაზე არის მოსაზრებები, რომ ვითომ ჩვენ მებრძოლიერი რადგან ვიყავით და აქედან წამოვიდა კიდე რამდენიმე მოსაზრება, თქვენი აზრი მაინტერესებს რომ დაწვრილებით. და მეორე კითხვა, აღაზა როცა სახლში ბრუნდება, ქმარს ეუბნება, რომ მას დევები შეხვდნენ, დევებთან ასე ვთქვათ შეესწრო მათ ნადიმს, არის თუ არა ეს, ну რა თქმა უნდა ატყუებს, მაგრამ არის თუ არა ეს ტყუილი უბრალოდ ცხოვრებისეული ნარატივი, ტყუილი მივიჩნიოთ როგორც სიმართლე და ეს მივიღოთ რაღაც ცხოვრების ნარატივად, ის აღაზა ამბობს რაღაც ცხოვრების ამბავს ქმართან, არ აქვს მნიშვნელობა ტყუილის თუ მართავს თუ აქ ვაჟას აქვს აღებული სახე, სიმბოლო იმისი, რომ აღაზას ჰქონდა ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ მისულიყო ამ ოშოს აზრი, რომ ვთქვათ, იგივე გაბწყინებამდე, რაღაც გასხივოსნებამდე, თუ ეს არის უბრალოდ, ანუ ბრძოლა, დევები ხო არის ბოროტების სახე, სიმბოლო, ანუ აღაზა შეხვდა ამ სიბნელეს და მერე მივიდა ამ გასხივოსნებამდე, თუ ეს არის უბრალოდ რაღაც ტყუილი, რომელსაც ქმარს ეუბნება. დიდი მადლობა ბოდიში გრძელი კითხვებისთვის. პირველ კითხვაზე მიჭირს პასუხი გავცე, იმიტომ რომ მე არა ვარ ფოლკლორისტი, ასე რომ კარგად არ ვიცი ეს ასეა თუ არა. მართლა ასეა, რომ წმინდა გიორგის უფროსებენ თაყვანს ვიდრე იესო ქრისტეს. შეიძლება ასე იყოს, შეიძლება ეს ბრძოლის
მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთისთვის, ამიტომ მთის ქრისტიანობაში ეს წმინდა გიორგის ფორმით შევიდა ქრისტიანობა. შეიძლება რაღაცა შეწყნარებული იყო ეს ოფიციალური ეკლესიის მიერ, რომ აი კარგი, თაში ეს მოდიფიკაცია ქონდეს, თავარია ქრისტიანები იყვნენ და დაუშვათ თუ არ ესმით კარგად რა არის ეს ღმერთი, რომელიც კენოსისი არა, თავის თავს იცარიელებს და ტანჯული ღმერთის იდეა კარგად არ ესმით, წმინდა გიორგის შეუპოვრობით მაინც გაიგონო, სიკეთის შეუპოვრობით უნდა იბრძოლონ და როგორც ესმით ჯერ ისე ქონდეთ და მერე თანდათანობით ამასაც გაიგებენ. შეიძლება ეს მომენტი ყოფილიყო. როგორც წმინდა ნინოს დროს მაგალითად დაუშვეს ის, რომ დიდრები ცალკე მონათლეს და ღარიბები ცალკე. და დიდართა მთავართა სანათლო ცალკე იყო, იმათ ცალკე, იმათა იუკადრისეს. ეს ღარიბები სხვა კასტა არის, იმათთან ერთად როგორ მოვინათლოთ და დარღვევა იყო ქრისტიანული წესის მცხეთაში მაშინ, მაგრამ ჯობდა ეს ჩათვალისწინოთ ესე დაუშვათ და მერე მიხვდებიან რომ ეს არა შეიძლება ქრისტეს საიდუმლოების გაგება თეოლოგებსაც უჭირდა, ამიტომ თაში რომ ქრისტიანობა მიეღოთ და ის მაინც ნელა შესულიყო ეს ევანგელური შუქი, დაუშვეს ესეთი მომენტი და არ ვიცი, ამაში ცალკე შესწავლა უნდა. აღაზას კითხვას რაც შეეხება, მე მგონი უბრალოდ იტყუება. იმიტომ რომ ლოგიკა ტექსტის ეგეთია, რომ ეს ჯოყოლა ხდება, რომ აღაზა ატყუებს და კაი, გეყოფა ეხა, როცა ადამიანი დათვრება და დათვრება, სიმთვრალე ეთყობა. შენ რაღაც დიდი ფიქრი გქონდა, როგორც სიმთვრალე არ დაემალება ადამიანს, დიდი ფიქრი თუ შემოვა ადამიანში, ის მის თვალებზე ეთყობა. შენ დასეროზულდი რაღაც, შენ სეროზული გამომეტყველება გაქვს თვალებში, შენ ჩაგაფიქრე რაღაცა მღრმად. ეხა მითხარი რამ ჩაგაფიქრა, თორე ეს დებებზე რაღაც გაპრებს რომ მიყვები, მე ამის არ ვჯერა. მე მგონი უფრო იტყუება აღაზა, იმიტომ არ უნდა უთხრას, ეშინია აღაზას. რომ უთხრას დავიტირა, ზვიადაური. რა იცი რა სიტყვის ჯოყოლა. იქნებოდა ეწყინოს, იქნებოდა რაღაცა დაიბოღმოს, არ ვიცი ცოლზე, რატო დაიტირა ჩემი ძმის კვლელი. არის ის აღაზამეს. და თვითონ ვაჟასაც გაუჭირდა, ეთქვა რას უპასუხებდა ჯოყოლა. ერთი თვე ფიქრობდა, პაუზა გააკეთა ვაჟამ ანაწარმოებს და ერთი თვის მერე ათქმევინა ჯოყოლას ეს. ამიტომ აბულაძესთან ფიქრობ ეს არ არის კარგად გამოხატული, იმიტომ რომ აბულაძესთან ეგრევე უნევა, არც კი ეკითხება აღაზას არაფერს და ნამტირავ აღაზას რომ ნახავს ეუნება, იტირე, მადლი გიქნია, მე რა გამგერო მაგის, ანუ არ არის ასე. ასე მარტივად არ უთქავს, იტირე და მე მივხვდი რომ შენ იტირე ზვიადაური. ესე არ არის. ამიტომ ფიქრობ აბულაძესთან ეს ადგილი უფრო კარგად შეიძლება გამოეხატა. არ ამგონი იქ ვაჟა რაღაცა მისტიურ და დიდ აზრებს დებდეს ამ დევების შესახებ მოთხრობაში. მოგესალმებით, ხატია ხატიაშვილი, მაინტერესებს თქვენი ინტერპრეტაცია აგაკის სიტყვებისა, ენას გიწუნებ, ვაჟასთან მიმართებით, პირდაპირ უნდა გავიგოთ თუ ზუსტად ამ ახალი მიდგომით ნიჰილიზმთან ჭიდილში რა იგულისხმება თქვენი აზრით აგაკის შეფასებაში? ეს ის პერიოდია, როცა იქნება სალიტერატურო ქართული ენა. და ძალიან დიდი ჭიდილი მიდის, რომ ენა გათავისუფლდეს არქაიზმებისაგან, სტანდარტიზირდეს ენა და აი ამ კონტექსტში ამბობს აკაკი, რომ ვაჟამ შემოიტანა რაღაც თავისი მთიულური ენა და ამითი თითქოს არ მონაწილეობს აი ამ პროცესში უნიფიკაციის ქართული ენის და ქართული ენის უნიფიკაცია კი არის საქართველოს ეროვნული გაერთიანების საწინდარი. შეიძლება ეს მომენტი აქვს, მაგრამ ვაჟასთან ეს არ არის პრობლემა. ვაჟას აქვს ლექსები, პუბლიცისტიკა, სადაც აი ზუსტად იმ ლიტერატურული ენით წერს, მაგრამ მას უნდა შექმნას რაღაც იდიომა, თავისებური რაღაცა ატმოსფერო, შარმიანი ატმოსფერო და თვითონ იგონებს, გარკვეულწილად ხელოვნურადაც იგონებს აი ამ თავის ენას. ვაჟის ენათან არ არის, როგორ გითხრათ, თის ენა კი არის, მაგრამ არის კვლევას, რომელიც აჩვენებს, ვაჟა ძალიან არქაულ ქართულ ფორმებს იყენებს. ამიტომ ის საკმაოდ დაფუძნებულია ქართულ ტრადიციაში. მაგრამ სპეციალურად ქმნის რაღაცა უცხო გარემოს. ვაჟას უნდა რომ უცხო გარემოში უნდა. უცხო გარემო უფრო კარგად იკითხება, მომგებიანია, უფრო შენ გაინტერესებს, ინტრიგას ქმნის, რაღაცა გაგდებს რაღაცა ბურუსში დაინტერესების, მაგიას ქმნის და ვაჟას უნდა და ეს ეფექტები შეექმნა და კარგადაც აკეთებს. ვინიც ის არ გამოვრიცხა რომ აკაკი შეშურდა ვაჟას. ამიტომ ცოტა ღვარძლიანი ლექსი არის. კი, მარგალიც კი გვითესავ, მაგრამ ენას გიწუნებ. და ვაჟის ძალიან ეწყინა ეს, რას ქვია, თუ მარგალიც გითესავ, რაღაც ენას რაღაც მიწუნებ. და აკაკი, ნუ თუ არის აკაკი, რომ ვაჟას ისეთ შეუულია წერა და ასეც, ის უბრალოდ სპეციალურად წერს ასე, გან არ შეუულია სხვანაირად წეროს. მას თავის განზრახვა აქვს. ამიტომ როცა ოსიპ მანდელშტამს უკითხავდნენ ვაჟას
პოეზიას ის თვითონ ვაჟას პოეზიის მუსიკით იხიბლებოდა. რაღაცა მკვეთრი რაღაცა ვაშკაცური ეს ტონით, ტონუსით ვაჟას პოეზიის. ეს ვაჟს უნდოდა ასეთი ტონუსით ეწერა. მოგესალმებით, ზურა გამთენაძე, თესეუს მეორე კურსის პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი. თქვენ ახსენეთ, რომ აი ჯოყოლა რომ როცა არის ჭიდილი, უნდა მოკლან თუ არა ზვიადაური. ანუ ჯოყოლა ამბობს, რომ არ უნდა მოკლათ, იმიტომ რომ ეს ჰუმანურია, ანუ თავისი მიზეზების გამო და იმათ უნდათ მოკლა, იმიტომ რომ უფრო პოლიტიკური მიზეზები აქვს, რომ ხევსური მარი ფიქრო, ხო, არ ვართ უჯიშო გვარისა, არის ფიქრონო. ხო და ანუ კითხვა მაქვს ასეთი, ან და ამბობთ, რომ სხვა კუთხით უნდა შევხედოთ ყველაფერს, გამოვიდეთ ზოგადი იმიდან. ამეო ვაჟას გმირი ასე თუ ხო. და ჰუმანური მიზეზებით არ მოკლა ის. და თქვენი აზრით, ანუ კიდე ერთი ის არის ხარე. თუ იცით მაკიაველი რომ ამბობს, რომ ჯობი ერთ ადამიანი მოკლა, მართალია არა ჰუმანურია, მაგრამ გადარჩინო ათასობით, ეს უფრო ჰუმანური გამოდის. და როგორ ფიქრობ, რა უფრო ჰუმანური იყო იმ ერთი ზვიადაურის მოკლა? მართალია არა ჰუმანური და რამდენიმე ათასის გადარჩენა თუ ნუ როგორც მოიქცნენ ის. მე ფიქრობ აი ვაჟას ტრადიციაში, ვაჟას ზოგად ჰუმანურ ტრადიციაში უსამართლოდ ერთის მოკლის ხარჯზე არაფერი არ იგება სამართლიანობა. ანუ წარმოგიდგენ, ვაჟი რას ამბობს, რომ შენ თუ მოხვედი ჩემ ოჯახში შემოხვედი და ჩემი ღირსება, იმითი რომ ოჯახის ხელშეუხებლობის პრინციპი არ დაიცავი და ჩემს სტუმარს, რომელიც ჩემ ოჯახში არის ახლა, მოდიხარ და მე მას ვიცავ და შენ მაინც გლიჯავ ჩემივე სახლიდან ჩემს სტუმარს და მას მიკლავ, ფაქტობრივად ჩემს კაცობას და ჩემს ოჯახის ღირსებას, ჩემს პიროვნულ ღირსებას ფეხქვეშ იგებ, არა? და იმიტომ რომ შენ გინდა რომ აგო ძლიერი საზოგადოება და წარმატებული საზოგადოება. ვაჟი ალბათ სვავს აქვს შეკითხვას, რა აზრი აქვს ძლიერ და წარმატებულ საზოგადოებას, სადაც ადამიანი არის გათელილი? აი რა არის იმის ფასი თუ ადამიანი გაითელა? ამიტომ ვაჟა ძალიან ქრისტიანულ ლოგიკაში ჯდება და არა მაკიაველურ ლოგიკაში. მაკიაველი არ არის, ფიქრობ ქრისტიანული ლოგიკა. ქრისტიანულ ლოგიკაში არის ეგეთი პრინციპი, არა? რა სარგებლობა აქვს ადამიანს თუ ის თელს ქვეყანას შეიძენს, თუ თავის სულს დააზიანებს. და ეს ადამიანის დონეზეა და პოლიტიკის დონეზე. მაგრამ შენ თუ შეიძინე დაუშვათ ძლიერი და დამოუკიდებელი და რა ვიცი მთელი ქვეყნის შიშით რომ აზანზარებს ესეთი საქართველოს რომ მიიღო ხა რაღაცა იმის ხარჯზე რომ დაუშვათ არ ვიცი გადაუარო უსამართლოდ ოსებს ან აფხაზებს ან რაღაცა უსამართლობა ჩაიდინო. მოგინდება მე ასეთ ძლიერ საქართველოს ცხოვრება. შეიძლება ვიღაცას მოუნდეს, მაგრამ ვიღაცამ ჩათვალოს, იცი რა, მე ისეთი რაღაცა გავაკეთე ისტორიის წინაშე, რომ ისე დავიზიანე ჩემი სული, რომ უკვე ვეღარ ვზნობ კომფორტულად ამ ძლიერ საქართველოში. მე თუ გავიგე, მე თუ ძალიან მიხარია მესამე რაიხის წარმატება მაგალითად, რომ ტექნოლოგიურად ასეთი მაგარი ვარ და მთელ სოფლიოს ჯობნი, ყველაზე კაი თვითმფრინავები მყავს, ყველაზე დისციპლინირებული ცხოვრების წესი მაქვს, თან რა ვიცი, კულტურა მაქვს დიდი და თან ადვილად ვიპყრობ სხვა ქვეყნებს და აი ჩემი იმპერია ძლიერდება, მაგრამ იქვე რომ გავიგო რომ ეს ხდება იმის ხარჯზე რომ მილიონობით ადამიანს აწამებენ გაზის კამერებში, მე აქ არჩევნის წინაშე ვდგები, ან ეს ძლიერება, ან ის არ მინდა. ან ეს შუაში აღარ არის. და მე ვაჟა იტყო და რა თქმა უნდა გაგიხარდეს რომ ჰიტლერმა წააგო სტალინგრადთან. მიუხედავად იმისა რომ შენმა ქვეყანამ წააგო. უნდა გაგიხარდეს, თუ შენ აი ვაჟას ტრადიციაში ხარ, მე უნდა გაგიხარდეს რომ შენი ქვეყანას ხელი მოეცარა, როცა ესეთი საკითხი იდგა. მაგრამ ესა ვაჟას ტრადიცია. მე რომ ვაჟა რასაც ამბობს, ეს უმეტესობის ტრადიცია არის. სამწუხაროდ ესე არ არის. სამწუხაროდ ყველა ეპოქაში ვაჟა უმცირესობაში იქნება. ესა პესიმისტური პროგნოზია, მაგრამ ეგრეა. ბიბლიური პროგნოზი ეგეთია. ცოტა დადიან ამ ვიწრო გზაზე, არა? აი ვიწრო გზაზე სიარული ესაა. როდესაც ვაჟა-ფშაველას პოემაზე თქვენ მიერ წარმოდგენი პოემაზე ვსაუბრობთ, რატომღაც მახსენდება ჯემალ ქარჩხაძის იგი შეიძლება პარალელების გავლებაც, ხო? ორივე შემთხვევაში პიროვნება უპირისპირდება საზოგადოებას. მართალია ორივე არის თქვათ მოთხრობა პოემა, მაგრამ ისინი რეალურ მდგომარეობას ასახავდნენ იმ დროინდელ ქვეყანაში. თქვენი აზრით დღესდღეობით რა მდგომარეობა ამ კუთხით, ანუ პიროვნება არის წინა პლანზე თუ საზოგადოება, ანუ რამდენად შეიცვალა ეს მდგომარეობა, თუ შეიძლება თქვენი შეხედულება გითხრათ, თუ არ შეიცვალა, რატომ არ შეიცვალა და თუ შეიცვალა, რატომ შეიცვალა, ანუ დღესდღეობით ადამიანები თავიანთ სინდისის მიხედვით უფრო მოქმედებენ თუ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული დოგმატების მიხედვით, რეალურად გარეგნულად.
პირველ შეკითხვა უფრო ადვილად გავცნობ პირველ შეკითხვას პასუხს, იმიტომ რომ ლიტერატურული ტექსტია კონკრეტული და ძალიან კაი ტექსტი არის თან ჯევახარშვილის იგი აჩვენებს მე მგონი ეს ტექსტი, რომ აი ის პიროვნების დაბადების ლოგიკა ეს არის რაღაცა ობიექტური ლოგიკა არის. მსგავსი თუ იბადება პიროვნება, აი ეს მსგავს გზას გადიან ესენი, რაც საერთო სამშობლოში არიან, რაღაცა უნივერსალურ სამშობლოში. არის ესეთი სფერო, სადაც ერთმანეთის ესმით ამან. ანუ გამოდის იმ პირადი ვნებების სტრუქტურიდან და შედის რაღაცაში, აი სიცარიელეში, მაგრამ სიცარიელე არ აღმოჩნდება, ის სიცარიელე აღმოჩნდება უფრო მაღალი სტრუქტურა. უნივერსალიებზე გადის. ანუ ის რაც შენ პიროვნებად ხდის, ქართველობაზე მეტიც კი არის. ის შენ უნივერსალურ განზომილებაში გადაგიყვანს. როგორც რუსთაველის გმირები მაგალითად. ერთმანეთს ესმით, არაბია, ინდოელია, მულღაზანზარელია ესა, მაგრამ აი იმ უნივერსალიებში რახან ისარკავენ აი მარადიულ ჭეშმარიტებას. ამიტომ ერთმანეთს ესმით სხვადასხვა ენის და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს. ამიტომ ფიქრობ, რომ რაც იგიში არის აღწერილი, ეს მსგავსი არის რაც იმისი, რაც ვაჟშოვლა აღწერს. თან საინტერესო არის, ქარჩხაძე ახერხებს აი ამის გადმოცემას კონვენციური ენის გარეშე. არ იყენებს ფილოსოფიურ ტერმინებს, რაც ჩამოყალიბებულ რაც კლიშეებს, არამედ თითქოს მართლა პირველყოფილი ადამიანი ლაპარაკობს შენს წინაშე. და თითქოს ის ქმნის თავის ენას, ქმნის იმ პროცესში, დაბადების პროცესში ენას ქმნის. ამიტომ ძალიან კაი ნაწარმოებია ქართლის იგი. რაც შეეხება და გავს იმას, რაც ხდება ვაჟასთან. ფიქრობ, ენათესაობა სულიერად ქართლის იგის ეს მეტაფორა, ეს მისი ეს სიმბოლური გადმოცემა პიროვნების დაბადების იმისი რაც ხდება ვაჟასთან და არა მარტო ვაჟასთან დიდ ლიტერატურაში ეს სხვაგანაც ხდება ყველგან არის ეს დიდ ჰუმანისტურ ტრადიციაში და ფილოსოფიურ ტრადიციაში იგივე ეს ფილოსოფიურ ტრადიცია დიდი ჰუმანისტური ტრადიციის ნაწილი არის ეს ფილოსოფია ლიტერატურა ეს ერთი განზომილება არის რაც შეეხება მეორე კითხვას ეხლა რა ხდება ანუ მე მგონი ყველა ეპოქაში ეს არის ამოცანა. ყველა ეპოქაში პიროვნების დაბადება არის ამოცანა. დემოკრატია არ არის პირობა იმისი, რომ სტრუქტურა დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობა არ არის გარანტია იმისი, რომ ადამიანები არ დაცურდებიან ისევ და ისევ რაღაც ინერციებს არ დააყენებენ ამ ამოცანაზე მაღლა, რომ თვითონ დაიბადონ თავის ხედვაში. შეიძლება დემოკრატიის პირობებში ადამიანები მიყვნენ მასმედიას, აღარ იფიქრონ დაუშვათ ჭორიკნულ და შოუ პროგრამებს გადაყვნენ და არ იფიქრონ ღრმად ცხოვრების დანიშნულებაზე. ამიტომ როცა საქმეზე მიდგება, ზნეობრივი გადაწყვეტილება იქნება მისაღები ემპირიული გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ემპირიულ გადაწყვეტილებას დაუჭირო მხარი. იმიტომ რომ კუნთიც არაა განვითარებული, რომ ის შეიყვარონ ის ფასეულობა. ანუ შენ თუ არ შეიყვარე ეს ფასეულობები, რაც მარადიული ფასეულობები, პირადი ურთიერთობა არ დაამყარე მათთან, მაშინ საქმეზე რომ მიდგება, შენ იმათ აღარ დაუჭერ ხარს. პირიქით დაუჭერ ხარს უფრო ქსიამუნეს და უფრო ქსიამუნეს ემპირიული, პოლიტიკური. უფრო მოგინდება საქართველოს ძლიერება, ან საქართველოს ნატოში შესვლა, ვიდრე ის რომ ადამიანს დაუშვათ სამართლით ჩასვენ ციხეში. აღარ დაიცავ მის უფლებას. რა მოხდა ერთი ორი ადამიანი, ნუ კაი 10 ადამიანი, ნუ კაი 300 ადამიანი ჩასვენ ციხეში სამართლით. ჩვენ ხო ნატოში შევდივართ, ან ევროკავშირში ხო მიგვიღებენ სამაგიეროდ. მაგრამ მე აღმოჩნდება რომ კაი მიაღწია, ჯერ როგორ მიაღწია იმას, იმიტომ რომ ისინი გთხოვენ რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. კაი რომც მიგიღონ ასეთი საქართველო. რადგან ევროკავშირში მიგიღონ საქართველოს, სადაც ადამიანები გათელილი. ანუ ჯერ გავთელავ ადამიანს და მე აღარ გავთელავ? მაგრამ ეხლა რა გარანტია მაქვს, ეხლა რომ გავთელავ, მეც არ გავთელავ. ეხლა დაცურება არის ამ ფერდობზე. ერთხელ თუ დავცურდი ფერდობზე, გარანტია იმის რომ მე გავჩერდები არ არის. ამიტომ რაღაც აბსოლუტური კატეგორიებია, რაც აპრიორი არ ვარღვევ ამას. აი ვაჟი ეთქოდა, აპრიორი არ ვარღვევ. შეიძლება საქართველოს წარმატებას მიაღწიოს წარმატებლობას, მომავალში რა იქნება, რა ვიცი მე, მაგრამ ეს ეხლა რაც გასაკეთებელია ეს აბსოლუტური რაღაც კატეგორია, ეს უნდა დავიცვა. ეს ქართველობაზე მაღლაც კი დგას გარკვეული ადრეს პიროვნული განზომილება, რაც აბსოლუტური განზომილებაა. ამიტომ ეს ამოცანა ყველა ეპოქაში თანაბრად დგას. დღეს ისევე დგას დემოკრატიაში, როგორც დაუშვათ მონარქიაში დგებოდა. რა დღეში ვართ ქართველები? მე ამას არ ვიტყვი. მე ჩემ თავზე შემიძლია მარტო თქვა, რომ მე რა დღეში ვარ. და ჩემ თავისაც არ ვიცი მე. რეალურად მიყვარს ისე ის ფასეულობები, რაზეც ვაჟა ლაპარაკობდა, ისე რომ ის დავიცვა გადამწყვეტ მომენტში. არა ვარ დარწმუნებული. მე ჩემ თავზე უნდა ვიზრუნო, ხო? თქვენ ისაუბრეთ ბახტრიონზე, ლუხუმზე ისაუბრეთ და ბახტრიონ თავდება ასე რომ ამბობენ შეაძლებინას დაუწოფეხზე დადგომა, ეღირსება ლუხუმსა და შარისგორზე შადგომა და მე მაინტერესებს თქვენი აზრი, ლუხუმი რას განასახიერებს ამ შემთხვევაში, ჩემმა
ლიტერატურის მასწავლებელმა მასწავლებს სკოლაში რომ ეს არის სამშობლო და ეს აუცილებლად გაბრწყინდებაო თუ თქვენი აზრით ლუხუმი განასახიერებს სხვა რამეს მაგალითად იმას რაზეც თქვენი საუბრეთ იმ ფასეულებებს იმ ღირებულებებს რომელიც არ უნდა დაუყარო ღორებს იმ ბრჭყალებში მარგალიტებს რომელიც არ უნდა დაუყარო ღორებს და თუ ეს ასეა თუ თქვენ ამდაგვარი აზრი გაქვთ ხომ არ გამოდის რომ ეს პოემა არ არის ვაჟას ეს პოემა არ არის ნიჰილისტური და პირიქით თავდება ოპტიმისტურ ნოტაზე მე არ მithქვავს რომ ვაჟას რომელიმე პოემა არის ნიჰილისტური თვითონ ის პოემაც ერთ-ერთი პოემა აქვს ვაჟას რომელიც ცუდად თავდება ეს არის გველის ჭამელი ყველა მისი პოემა კარგად თავდება ის პოემები სადაც იღუპებიან გმირები კარგად თავდება ან აგდებენ არა ალუდას კარგად თავდება იმიტომ რომ ზნეობრივად გმირები გამარჯვებულები არიან ერთ-ერთი პოემა სადაც მარცხ ხდება გმირი არის გველის ჭამელი სადაც ემპირიულს უფრო მაღლა აყენებს ბოლო-ბოლო ეს მინდია ვიდრე აი მარადილს უსასრულოს და უცნაური კვლევა აქვს ვაჟას ფაქტობრივად ამისი აი ეს რაც თქვი დაცურებაზე რო თქვი ამ ფერდობზე დაცურებიდან ზნეობრივ ფერდობზე დაცურებაზე რაც თქვი მინდია რას ფიქრობს რომ კაი ნუ ერთხელ დავარღვევ ორჯერ დავარღვევ სამჯერ დავარღვევ მე ხო შემიძლია ისევ იგივე მინდია ვიყო რაც აქამდე ეხა დავითხრი ტანსაცმელს მე გავრეცხავ ისევ ტანსაცმელს და უცებ აღმოჩნდეს რომ ეგრე მარტივი არ არის შეიძლება ფუნდამენტურ კატასტროფამდე მიხვიდე ფუნდამენტურ ანთროპოლოგიურ კატასტროფამდე რომ აი ამას რამდენჯერ რო წახვალ ზნეობრივ კომპრომისზე მე ვეღარც აღადგენ საკუთარ თავს ან რაღაცა ძალიან ძნელი იქნება უკვე ამის წარმოუდგენლობამდე ძნელი რომ ეს კატასტროფა გამოასწორო აი და ეს ემართება მინდიას რაღაც მინდა ცხოვრება თუ მთელი ჩემი არსება აღარ იქნება საღადა ანუ შეიძლება მთელი შენი არსება დაიზიანო აი ეს საფრთხეებიც არის კითხვას კი აი რა იგულისხმება ეგრეცება ლუხუმსა მე გჯობია თუ ვაჟებშოლამ ილაპარაკობს ასე თქვა რაც ვაჟებშოლამ უპასუხა ამ კითხვაზე ხო შენ ლუხუმშიო საქართველოს იგულისხმეო და ვაჟებშოლამ ასეთი პასუხი გასცა იქნებაო იქნებისო მე შენთან იფიქრე ანუ შენთან ფიქრე რა ვიგულისხმე იქნების საქართველოს მე არ გამორიცხო რომ საქართველოს იგულისხმა ვაჟო პატრიოტი იყო აქვს ხო პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ეს გადასარავის სტატია სადაც ამბობს რომ კი კოსმოპოლიტიზმი გონების პრინციპია გონებრივი ფასეულობაა და ეს მისი შუქზე უნდა შენ მართო შენი გრძნობა მაგრამ გრძნობაც ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული გრძნობა ხელწამოსაკრავი რამე არ არის შენ აბსტრაქციის სიყვარული არ არის არ შეიძლება დედობა გიყვარდეს საკუთარ დედას ვერ იტანდე დედობის ზოგადი იდეა გიყვარდეს არ შეიძლება სამშობლოს იდეა გიყვარდეს და შენი სამშობლოს ვერ იტანდე ანუ გრძნობასაც მნიშვნელობა კი გრძნობა უნდა იმართებოდეს უნივერსალიზმის პრინციპით მაგრამ გრძნობაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ქრისტიანული არის შენ კონკრეტული თუ არ გიყვარს აბსტრაქციას ვერ შეიყვარებ ამიტომ ვაჟა პატრიოტიც იყო და საქართველოსთვის საქართველოს წარმატება უნდა და საქართველოს დადგომა ერად სხვა ერთაშორის ძალიანაც უნდოდა ანუ ეგრისება ლუხუმსა ლაშქარის გორის შედგომა შეიძლება საქართველოსაც გულისხმობდა მაგრამ ვფიქრობ არა მარტო საქართველოს აი მე მგონი იგივე გადმოცემული აკაკის ბაშიაჩუკში მაგრამ ბაშიაჩუკი უფრო რაც მაინც ეროვნულ საკითხებზე უფრო არის და ვაჟა ზოგადკაცობრიულს წდება ისე რომ ილიასთან სხვა პოემები უფრო ეროვნულ კატეგორიებში არის მაგრამ აი განდეგილი უკვე ზოგადკაცობრიული უფრო არის რომელსაც ყველა წაიგითხავს და ყველა თავისას დაინახავს შიგნით არა მარტო ქართველი მაინტერესებს თქვენი აზრით ვაჟებშოველას შემოქმედებაში რამდენად აქვს დიდი გავლენა სუფიზმის მე საკითხი არ ვიცი შეიძლება ამაზე კვლევები არის რამდენად უნდა გამოიკულიო მაშინ ვაჟშოველა იცნობდა თუ არა სუფიურ ლიტერატურას ან ვინმე სუფიზმის მიმდევარ ვინმე პიროვნებებს იცნობდა თუ არა ეს კვლევა არის ჩასატარებელი მე ეს კვლევა არ ჩამიტარები და არც ვიცი თუ ამაზე არის ლიტერატურა არა შეიძლება რაღაცა გავდეს მაგრამ ეს სხვა საკითხია რა წყაროებს თუ იცნობდა და ამ წყაროების გავლენით თუ არის ვაჟშოველას წყაროები უფრო ევროპული განმანათლებლური წყაროები არის გოეთე ტოლსტოი დოსტოევსკი ეს დიდი რუსული ლიტერატურა დიდი ევროპული ლიტერატურა ეს იცის ვაჟშოველა რაც შეეხება და ფილოსოფია იცის ჰეგელი კანტი ეს ყველაფერი იცის მაგრამ რამდენად იცნობს აღმოსავლურ სუფიურ ტრადიციას არ ვიცი შეიძლება თანხმობის წერტილები იყოს მაგრამ გამოსაკვლევია რუსთაველთან მაგალითად პირდაპირ შეგიძლია თქვა რუსთაველს ეს აღებული აქვს დაუშვათ აი სუფიური კულტურიდან აი ეს იმიჯი ეს სახე მაგალითად ლალის რომელიც ყვითლდება მზის შუქზე ეს სუფიური
სახე არის დაუშვათ იქ ყვავილების შეყრა და ეგეთ სუფიური სახეა და შეიძლება რუსთავიდან ნახო რომ აი რუსთაველი ამას იყენებს და მის წყაროებამდე ჩახვიდე მაგრამ ვაჟაზე არ ვიცი მე უბრალოდ ისე პრინციპში მთაში მაგალითად კავკასიის მთაში სუფიზმი გავრცელებული იყო სუფიური ყაიდის ისლამი გავრცელებული იყო და შეიძლება რაღაც კავშირები არსებობდა თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე როდესაც ჯოყოლა მოკლავს მუსას რატომ არ სთხოვთ თემი ამაზე პასუხს ანუ ხომ არ გრძნობს თავს დამნაშავედ და უსამართლოდ ანუ ხომ არ გაუბრის ამ საქციელს თავის სამართლობაში მე მგონი პასუხი ესაა ჯერთი არ ჩანს იქ მართლა მოკლა თუ არა გამოიყვანეს დაჭრილი შეიძლება მოკლა მაგრამ რომც მოეკლა მაინც როგორ ჩანს ეს არის განსახილველი საკითხი არა მან მოკლა მუსა ეხა მუსას ნაცავი შეიძლება იქ არიგარო იქვე მოეკლა თან ჯოყოლას სახში ხდება ეს ყველაფერი სახში ვერ მოკლავენ ოჯახის წინ მე დღეიდან შენი საქმე ცერად წავა ანუ დღეს ნახე ამის მერე შენ ნახე რა მოგივა და მე ჯარშიც ომში აღარ არ ეძახიან ჯოყოლას ჯოყოლა თემიდან გარიყულიყავთ უკვე თემიდან გარიყვა სიკვდილი დასჯა არის შენ თუ პიროვნებას არ ეძახი ბრძოლაში და ეს პიროვნება არის ერთ-ერთი კაი მეომარი მაშინ ფაქტიურად შენ მას ამბობ რომ დავსეჯე ეს ადამიანი უკვე თემის წევრად აღარ აღვიქვა მას ან სანამ არ განვიხილავ მის საკითხს ის ბრალდებული არის ჩემ თვალში ან ჯოყოლა რასაკეთებს მე მათთან ერთად არ ვიბრძოლებ მარტო ვიომებ ხო და მე ამბობენ აი ამ მარტო ომითაცო ჯოყოლას უნდა დაგჩაგროსო რომ გვანახოს რომ ის თვითონ ჩვენზე გამბედავია და რას მოძულებული უკვე ყავ ჯოყოლა და იციან რომ დღეიდან შენი საქმე წავა ცერადა და რა პროცედურა იყო მთაში არ ვიცი ზუსტად შეიძლება რაღაცა იცის ვაიფშვალამ რაღაც წესი რომელიც მე არ ვიცი სხვა არ შემიძლია ამაზე უპასუხო რამე ხო თან მუსამ ხო დაიხვია ეს მართალია ჯოყოლამ დაიხვია ხელზე ის რომ მუსამ ძაღლი უწოდა მუსას ძაღლი არ უწოდებია აყეფთი ქოფაკივითა უთხრა უბრალოდ და ჯოყოლამ ეს გაამუქა და თქვა ეხლა ძაღლადაც გამხადე და რატო აიღდე ჩემი ღირსება და თქოს შური მიაგო ამაზე რომ მან ჩემი ღირსება იყო კაცად აღარ ჩამთვალა ამიტომ მე ეს აფექტში ეს გავაკეთე რაც ამდაგვარია თითქოს მე მგონი გრძნობს იმიტომ რომ თუ გახსოვთ როცა მოკლავენ ზვიადაურს მოდიან მერე და რას ვერ ჩოდითო ამ ზვიად პრინციპში რას ვერ ჩოდითო ფიქრობს თემის წარმოებლები ეს ხო თავის სამშობლოს იცავდაო ვაშკაცი კაცი იყო და მათი გული და გონება სასინანულოდ მიკროდა ანუ აი ზოგადი ფონი ჭეშმარიტების როგორც ჩანს ყველას დანათის მაგრამ თავარია ვინ როგორ მიყვება აი ამ ჭეშმარიტების სიტყვას შენ შეიძლება ეს ფონად ძნობს სინანულს მაგრამ მაინც ამ სინანულზე მაღლა აყენებ ამ თემის კონიუნქტურას და არ იბადები ამ სინანულის შუქზე აი ჯოყოლა კი სინანულის შუქზე იბადება ის ხედავს რომ მე შემიძლია შევცვალო ხედვა სამყაროზე და აი ახალ ხედვით ვიცხოვრო ისა სინანული ბერძნული მეტანოია ნიშნავს რას რომ სოფხედელობას ვიცვლი მეტანოეო არის მეტანიას ამბობენ ახლა ქართულად ახლა მეტანიას ანახან უწოდებენ მეტანია ფიზიკურ მოქმედებას 77 მეტანია გააკეთა და 80 მეტანია გააკეთა მაგრამ მეტანია თავის სიღრმისეული არსით არის ხედვის კუთხის შეცვლა. ანუ შენ აქამდე ასე უყურებდი ამ ფასეულობებით, ეხლა გადააფასე ეს და სხვანაირად უყურებ, სხვა თვალები ჩაიდგი. იმ სინანულის თვალები ჩაიდგის, მეტანოის თვალები ჩაიდგის, გადაგონების თვალები, ხო? აი, მოიყვანეს მაგალითი. თავიდან ალუდა უყურებს ჯოყოლას, კი არა, მუცალის ძმას, როგორც ქურდ კანტალა ღლიღველი. ქურდის მეტი იმაში არაფერი არ დაინახა. ბოლოში იგივე ძმა, იგივე მოვლენა ხდება, რომ მუცალი მოკდა თავისი ლამაზი ძმისთვის. ის ქურდ კანტალა ღლიღველი უხუცებ გახდა ლამაზი ძმა, იმიტომ რომ მან იმაში ტერშიც დაინახა ადამიანური ღირსება. ანუ შენ შეგიძლია უკვე მეტანოის აქტი ჩაატარო. ეს მეტანოია მონანიება არ არის გრძნობა. მეტანოია არის ინტელექტუალური აქტი. აი როგორ თქვა პასუხისგებლობით სავსე აქტი, რომ მე მზად ვარ უკვე აი ამ სინანულის შუქზე შევხედო სამყაროს. სხვა ხედვით და სხვა შუქით უყურო მოვლენებს. ფიქრობ, ამიტომ თემი გრძნობს თავის დანაშაულს, თავის სისასტიკეს. ზვიადაურის მიმართ, მაგრამ ამას არ მიყვება ამ გრძნობას, ისევ ჩაკლავს ამ გრძნობას. ორი კანონი დაეტაკა თითოს ერთმანეთს. ერთი არის რომ მტერს რომ ემტრულად მოექცე თვითონ ალაჰმა ბრძანაო, რომ ეს შურიზიების კანონია, სისხლისაღების კანონი. მეორე კანონია, რომ შენ ოჯახში მოსული პიროვნება შენ უნდა დაიცვა. რაც არ უნდა მოხდეს. აი ამ ორ კანონში შეიძლება გაჩნდეს უკვე დაპირისპირება. დაპირისპირებაში რომელს მიანიჭებ უპირატესობას უკვე თვითონ დაიფიქრო.
უკვე თვითონ დაიფიქრო, თვითონ ჩართო შენი ზნეობრივი ინტელექტუალური ძალები და თქვა მე აი ამ ორ კანონში უნივერსალურად ვაცხადებ ამას და ამას რელატიურად ვაცხადებ. ამიტომ უნივერსალური შუქზე რელატიური შემილი არ შევასრულო. მაგრამ შენ გულში უნდა მოხდეს ეს. თემი სინანული კი აქვს, მაგრამ მაინც ბოლო-ბოლო იმ სიტყვას რომ ტერს რომ თრულად მოექცე თვითონ ალახმა ბრძანაო, ამ სინანულზე მაღლა აყენება. სინანულის ხმას აღარ მიყვება და ამიტომ აღარც იბადება. მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც არის, იმიტომ რომ განცდა ქონდა ეს და განცდა რო არ ქონდა, პასუხისმგებლობაც არ ექნებოდა. გამარჯობათ, მოგესალმებით. დედოფლის წყაროდან სასწავლო ცენტრის სპექტრი. პედაგოგი ნელი ხარაზიშვილი. მინდა მადლობა გითხრათ ესეთ საინტერესო ლექციისთვის და ასეთი რაღაც გითხოთ. აღმართულმა დასვა შეკითხვა ლუხუმი რომ საქართველოსთან არის გაიგივებული. ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდში ჩემი ლიტერატურის მასწავლებელიც ასე გვიხსნიდა ლექს არწივი, რომ არწივი ეს არის საქართველოს ყავყორნები, ჩვენი მტრები. ხოლო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბატონმა რეზო მიშველაძემ რომელიც ახალ ქართულს მიკითხავდა, ასეთი რაღაც გითხრა, რომ შეიძლება ვაჟა ნამდვილად შეესწრო არწივის, დაჭრილი არწივის ბრძოლას ყავყორნებთან და უბრალოდ ეს დაწერა ლექსი და არავითარ შემთხვევაში არ უგულისხმია არწივში საქართველოს. ეს ერთი. მეორე ვაჟა როგორც დიდი ჰუმანისტი და სიცოცხლის მომღერალი, რაც ესე კარგად ჩანს ხმელწიფელში. ხმელწიფელს უხარია თავისი ფესვიდან ამოსული მართალია ფერმკრთალი, მაგრამ ცოცხალი ყლორტი და ამ დროს ვაჟა ეუბნება იას. ნუ მოხვალ მიწასებარე, მოსვლაში არ აყრიაო. როგორ ახსნით აი ამ ურთიერთ გამომრიცხავ ისე რომ ღმერთმა გიშველოს სიკვდილო სიცოცხლე ხარობს შენით. როგორ ახსნით აი ამას. მადლობა. მესტი ისტორია ვიცი რომ ვაჟა ერთხელ ტრაქტირიდან გამოვიდა და ცემეს. და ამის მერე ეს იყო იმპულსი რომ დაეწერა არწივი, მაგრამ იმპულსია მხოლოდ ეს არ ნიშნავს რომ ეს არწივით გამოხატა ის ცემის ფაქტი. ის ცემის ფაქტი იყო იმპულსი რომ მას დაეწერა არწივი, თვითონ არწივით რა გამოხატა ჩვენ ეს არ ვიცით. ისევ ეს არის მეტაფორა. მეტაფორა კი შენ უნდა შეავსო შენი სულიერი გამოცდილებით. არ არსებობს პოეზია ხო არ არის ის რომ პოეტი გეუნევა რაღაცას ინდოქტრინაციას აკეთო და აი ეს ასეა და ასე უნდა იფიქრო და ასე უნდა გააკეთო. პოეტი შეყავხარ რაღაცა განცდის და იდეების ბურუსში და მე იქ შენ თვითონ და გააბწყინა შენივე აზრი. პოეტი არის პოეზიის კითხვა არის თანაშემოქმედებითობა ავტორთან. ყველა დიდი ნაწარმოებთან ასე არის, შენ თანაშემოქმედებითობაში ხარ ავტორთან. მით უმეტეს პოეზიაში. კარგი რას ამბობს რა ტიციან ტაბიძე, ვარ იდუმალი მხოლოდ მიზრაფი მედიატორი. მიზრაფი არის ის მედიატორი ხო გიტარისტ სიმს რაც ეხება ხო? იდუმალის მიზრაფი ვარ, ანუ მე იდუმალ სამყაროს მიზრაფი ვარ და გული იკლავს ლექსის ამინდებს. რა იმ შეგყავხარ იმ იდეების და გზნობების კლიმატში, სადაც შენ თვითონ და დაბადო მერე აზრები. თვითონ ვერ იცნობ შენ ბაიათებს დაუტაცია ხალხს სალამურად. ლექსი ერთია, მაგრამ იბევრებს. არა, ტიციან ტაბიძის კრედო არის. ტიციან ტაბიძის კრედო კი არა მარტო, ნებისმიერ დიდი პოეტის კრედოა, რომ მე გამოვხატავ რაღაცა შთაგონებით და მე შენ თვითონ და იფიქრო ამაზე. შენი პირადი გამოცდილება უნდა ჩართო და გააბევრო ეს ლექსი. აბა სხვანაირად ლექსი გამოდის იდეოლოგია, ინდოქტრინაცია, აი მე ასე გასწავლე და შენ ასე უნდა შეხედო, სხვანაირად არ უნდა შეხედო. ეს ლექსი არა, ესა გარითმული აზრი. ვაშალას გარითმული აზრები ეს ამგვარად არ ქონდა, ის მოგიწოდებს თანაშემოქმედებითობისკენ. ის თუ ინსპირაციით წერს ამ ლექსს, შენ გეუბნება რომ შენც გაეხსენი ინსპირაციას. შენც იფიქრე. ამიტომ დაწერე ფიქრი ღრმა მწარე ჩემი გონების საბანზე, შენც გულშიც თუ არ დაიწერა ეს ფიქრი ღრმა მწარე შენი გონების საბანზე, აზრი არა აქვს ამის კითხვას, მაგრამ შენ გულზე იგივე აზრი კი არ დაიწერება. შენ გულზე შენი აზრი დაიწერება. ამიტომ ვაჟასთან არანაირი ის ასე კლიშეები და იდეოლოგია არ არის. იმიტომ ისაა ნამდვილი პოეტი. ამიტომ რას ფიქრობს არწივში რა საზრისი ჩადო, ყველამ თავისებურად უნდა შეავსოს. შეიძლება ყავყორანი წლები არის. აი ეს ჯიჯგნიან ადამიანს და ხმელწიფელში ის ბერდება, მაგრამ ის არ აქვს სილამაზე.
მაგრამ შინაგანი სილამაზე ზუსტად ხმელწიფელს აქვს და როცა საქმეზე მიდგება იმ დიდ და ლამაზ ხეებს არავინ არაფერს არ ეკითხება ხმელწიფელს იხსენებს ყველა აი და ორიენტირი ხმელწიფელზე აქვს მაინც ყველაზე ღირსეული ორიენტირი აი ხმელწიფელთან ეს მოხდა ხმელწიფელთან არ დიდ ხეებს არავინ არ იხსენებს არა რაღაცებს გამოხატავს ამით ეს ერთმანეთს არ უპირისპირდება იაზე რო აქვს ლექსი ეს ამობენ დაწერა ცოლი რო გარდაეცვალა და შეიძლება ფიქრია მაგრამ ეს არ არის მარტო ცოლზე შეიძლება ვაჟი ამას გამოხატავს რომ ემპირიულ რეალობაში მის გარშემო არ ხდება ისე როგორც უნდა ხდებოდეს და პლატონს აქვს არა ეს იდეა რომ არის იდეების სამყარო სადაც ყველაფერი არის ისე როგორც უნდა იყოს მაგრამ ჩვენ აქ ტირი ვართ ტკივა იმიტომ რომ ხედავთ რომ არ თანხდება ეს სამყარო იმ სამყაროს და აი მოდი იმ სამყაროს ებარებოდეს სადაც ყველაფერი კარგად არის ხალხმა ვაჟოს მოთხრობებშიც აქვს ლექსებში რომ აი აქ ვეღარ პოულობ ვერავის ვისთანაც შემილია ლაპარაკი ამიტომ წინაპრების აჩრდილებს ველაპარაკები შეიძლება ეს გამოხატულებაა რაღაც ისეთი ლამაზი არსება როგორცია რატომ უნდა მოვიდეს ამ სახიფათო მახინჯ ქვეყანაში სადაც შეიძლება თვითონაც დამახინჯდეს გადასარევი აპოკალიფტური მოთხრობა აქვს მთის წყარო აპოკალიფტური რატო აი მართლა სამყაროს აღსასრულზე არის ალბათ ეს მოთხრობა სამყარო მაშინ იქნება სამყაროს აღსასრული როცა წყარო დაშრება და თან ეშინი ამ წყაროს მე დიდი მდინარე არ გახდეს და არ წალეკოს სხვები და არ დაშრეს რაღაცა ესეთი და მე გამოიღვიძებს ეს წყარო და ცივი ოფლი დაასხავს ეს ძალამაზი შედარებაა რა ცივ წყაროს რო გამოიღვიძება და შიშისგან ცივი ოფლი აქვს დასხმული რომ კოშმარული სიზმარი ნახა ხო აი ეს ამიტომ ძნელია ვაჟი არ არის მარტივი ავტორი და მოგიწოდებს რომ თანაშემოქმედებაში იყო ჯერ რამდენიმე კომენტარს გავაკეთებ წაკითხულ თემასთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც მაქვს რამდენიმე კითხვაზე პასუხი არ იყო გაცემული და ცოტათი რაღაც ინფორმაცია მაქვს მთის რელიგიასთან და წესებთან დაკავშირებით თქვენ თქვით ლელა რომ მიდის ლაშქართან იმ სცენაზე რომ შეიძლება და მე ლელას მოეთხოვა ხატში მეც შემომიშვით მეც თქვენთან ერთად დავდები ვარაუდი გამოვთქვი კი და ზუსტად ამიტომ რა ხან მტკიცება არ იყო მინდა ვთქვა რომ არასოდეს არ ითხოვს მთაში ქალი შემოვალ ხატში ეს არის დოგმა რომელსაც არავინ არ ეხება მე არა ვარ მთიური წარმოშობით მაგრამ რომელსაც სანათა თავისუფლად არ ყვევს და არა მარტო შედის ხატში არამედ ატყავს დაკლავს და ლოცავს კაცობა გუმართებს სანამ სული გჩრავ პირშია მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში უშვებს ხატი ესე არსებითად ეს შეიძლება მაგრამ ლელა ამას არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვდა თავისი უფლებების დაცვის გამო მე ვარაუდის სახით უშვებ რომ პრინციპში რატო არ მიშვებ ხატში რა პრინციპის გამო იმიტომ რომ ქალი ითვლება შენთვის უწმინდურად, მაგრამ ის ქალი რომელიც თავზდებს თავის ქვეყნისთვის, როგორაა უწმინდური? შეუძლებელია ეს უწმინდური იყოს. ის წიწოლა უფრო უწმინდური არა, რომელსაც აპატია და არ მოეკლა თავი, ხო? რომელსაც აპატია სიმხდალი და ეხლა იმას ხატში სვავდა. სქესი ყოფილა მთავარი გასაზრდელი ადამიანობის, რატო ვითომ? ეცით მართლმადიდებულ რელიგიას აქვს ზუსტად ისეთივე ადგილები, სადაც აკრძალულია ქალის შესვლა, მაგალითად საკურთხეველში. კი, მაგრამ ეს თაში ხატის პატარა ნიშებია, რომელიც გამოხატავს აქვს საკურთხევლის ფუნქცია. ამიტომ არ შეიძლება იქ ქალის შესვლა. სხვა დატვირთვა და მიზანი ამას. იქ ნიშებზე არ იყო, მაგრამ თუშეთში მაგალითად ქალები ტურისტულ იმაში რო ვიყავით, არა თუ ახლოსაც კი არ მიუშვეს და ეს რაოდენობაა. 2-3 მეტრაში არ შეიძლება რომ გაიარო. დაახლოებით 2-3 მეტრაში, 5 მეტრაში ან შემოსაზღვრულია. ხო და ეს წესი არა ბარში და ამიტომ თაში არა რაღაცა შემორჩენილი რაღაც წესია, რომელიც აღარ უნდა იყოს და ეხლა მაინც არის. საკურთხეველში არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ უნდა იყოს, იმიტომ რომ ტრადიცია არ უნდა. კი ბატონო, მე ვფიქრობ არ უნდა იყოს. საკურთხეველში რო არ უშვებენ ქალს, ესეც ტრადიცია არის და არა როგორ თქვა, არსებითი დოგმა. იმიტომ რომ თუნდაც მაგალითად ხალხშიც იგივე ტრადიცია შენერჩუნებული. რა ის არის, რა ქვია, წმინდანინოს ხატი ხო არის საკურთხეველში? და ხატზე უფრო დიდი თვითონ პიროვნება არ არის? და წმინდანინო რო იყოს, ეხლა ცოცხალი არ შეუშვებენ საკურთხეველში, როგორ არ შეუშვებენ? მისი ხატი თუ არის, მით უმეტეს მას შეუშვებენ. არსებითი ეს არ არის სარწმუნოების. ესა ტრადიციის ხარკია და უბრალოდ შეიძლება დაიცვა ტრადიცია, მაგრამ უნდა ხედავდე რომ ეს ტრადიციის ხარკია და რაც არსებითი არის. მე ვაღიარებ რომ არსებითი არ არის. მაგრამ ვიცავ მაინც, ეგეც შეიძლება, მაგრამ რო თქვა რომ ეს არსებითია, ეს უკვე შეცდომა იქნება, ვფიქრობ. კი ბატონო. მე იმის თქმა არ მინდოდა აქვს თუ არა ქალს უფლება ხატში შევიდეს ან არ შევიდეს. მე იმის თქმა მინდოდა უბრალოდ რომ ქალს იმ წუთას ვაჟას პოემაში შეუძლია სამშობლოსთვის გაწიროს თავი
და ასევე გაწირავს ის ხატისთვის თავს და არ შევა საკურთხეველში. არ მოითხოვს ამას უბრალოდ რომ მე საკურთხეველში შესვლის უფლება მომეწია. იმიტომ რომ იმას ისევე უყვარს თავისი სამშობლო, როგორც თავისი ღმერთი უყვარს. არ აკადრებს ღმერთს იმას რომ მე იმაზე მეტის უფლება მომეცი ვიდრე მაქვს. კი, მაგრამ მე ვფიქრობ ვაჟასთან ეს დივერსიული ელემენტი მაინც არის, იმიტომ რომ ვაჟას პოემებიც უნდა განვიხილოთ მისი პუბლიცისტიკის შუქზე. პუბლიცისტიკაში ვაჟა ლაპარაკობს რომ ქალსაც უნდა ქონდეს უფლება იგივე როგორც კაცს, პოლიტიკაში მონაწილეობაც. ანუ ვაჟას იმ ტრადიციაშია, სადაც ის ინგლისელი ქალების მოძრაობა იცის, სადაც ქალებს უგზავნდნენ სულ 150 წლის წინ ქალებს უგზავნდნენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ინგლისშიც კი და რომ გამოდიოდნენ ქალები გამოვიდა რომ ჩვენი ბრიყვი კაცი რომელიც ქმარი რომელიც ბარებში ატარებს თელ თავის დროს და აზზე არ არის ვინ კანდიდატი უკეთესია და მე უკეთესია რომელი კანდიდატი უკეთესია იმიტომ რომ სწავლობ ამას მე უკრფულ კარგად მივცემ იმ ხმას და არ მაძლევთ უფლებას ჩვენ ხმარს აძლევთ უფლებას რომ მის ეხება მე არ მაძლევთ უფლებას რატო და გამოდიოდნენ მიტინგებზე ეს ქალები ხოცავდნენ ამ საწყალ ქალებს მაგრამ გამოიბრძოლეს ქალებმა რომ ჩვენ შეგვიძლია იგივე უფლებები გქონდეს რაც კაცებს და ვაჟამ იცის ეს ყველაფერი ეს ევროპული ტრადიცია და ეს გადმოაქვს თავის პოემებში მე ვფიქრობ ამიტომ დივერსიული ელემენტიც არის ვაჟთან რომ შევცვალოთ რაღაცა კი ბატონო იმიტომ ისევ ვაჟას უყვარს ეს რადიკალური ჰეგელიანიზმი რომ შენ რაციონალურ პრინციპს რა აღმოაჩენ ამითი არსებული რეალობა შეცვალო ამ პირდაპირ ამას რადიკალური ჰეგელიზმი ჯობია ამ კონსერვატორულ ჰეგელიანიზმს კი ბატონო ესე იყოს უბრალოდ ჩემი აზრი არის მე ამიტომ გასაგებია უბრალოდ ერთი მაგალითი ჩემი ძლია მოვიყვანო თუ შეფსყავდათ კიდევ ერთი მეომარი ქალი რომელიც ასევე მამაკაცებზე წინ წავიდა ბრძოლაში ის თან ანუ ჩარდახიდან გადმოხტაო და მე უკან გამოყვნენ თვიშები კალოდ გალეწას მკვდარიო ამ ქალმა დაიწყო ბრძოლა და შემდეგ უკვე ლაშქარი წამოვიდა ესე სჭირდებოდა იმ წუთას სიტუაციას და ეს ქალი ამ ბრძოლაში დაიღუპა იმის გამო რომ როდესაც მოხვდა ქისტების დიდ წრეში და ვერ გაუმკლავდა ხატის ტერიტორიაზე მოხვდა ახლოს და ვერ გაბედა მან ბრძოლის დროსაც კი თავდაცვის მიზნით ხატის ტერიტორიაზე შესულა და მე არ რომ ქალის პრობლემაა ის რომ ის ქალი როგორც ჩანს იყო ძალიან დელიკატური და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება თვლიდა რომ არაფერი შემილია ეგ შევიდა არ შევიდა იმიტომ რომ არ პროვოცირებას არ ვაკეთებ თემის მაგრამ კაცების პრობლემაა კაცები რომელიც ხედავენ რომ ეს ქალი ისეთივე ღირსეულია როგორც ნებისმიერი ჩვენგანი და უფრო ღირსეული ვიდრე ბევრი ჩვენგანი ამას არ უშვებთ ხატში ეს კაცების პრობლემაა თვითონ ეგეთი ტვინჩაცემენტებულები რო არიან და არ ცვლიან ტრადიციას კარგით სხვა თემაზე გადავალ თორნიკეს უპასუხებ ანუ თაში წმინდა გიორგი არ არის მთავარი სალოცავი ხო მე არ ვიცი თქო ვერ გეტყვით ამას ნიშნულოვანი სალოცავი არის მაგრამ მთავარი არის მორიგე ღმერთი შემდეგ კოპალა და იახსარი და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის უკვე ლაშარის და წმინდა გიორგი და სხვა წმინდანები ნუ ძირითადად მაინც ეს არის უცნობია ეს კოპალა და იახსარი მორიგე ღმერთი არის მთავარი რომელმაც მე იახსარი და კოპალა გამოუგზავნა ქვეყნის მოსაწესრიგებლად ასე ვთქვათ სხვადასხვა სიტუაციებში და კიდევ ორი პერსონაჟი იყო წარმოჩენილი წინა პლანზე ჯოყოლა და მალუდა ქეთელაური მე მაიცხედავ განსხვავებას ამ ორ პერსონაჟს შორის შეიძლება ეს უბრალოდ თვითონ ეროვნული ხასიათიდან გამომდინარეობდა და ვაჟამ იმიტომ გააკეთა ასე თავის პოემაში, როდესაც ჯოყოლა მიდის საბრძოლველად, ის ამბობს, რომ მათ მე უკვე გამწირეს, ამიტომ მათთან ერთად აღარ ვიბრძოლებ. და ის ცალკე თავისი ნებით უშვებს ამას, რომ წავიდეს და ხევსურების წინააღმდეგ იბრძოლოს. მეორე შემთხვევაში ალუდა ქეთელაური, როდესაც თუშეთში მიემართება, ხევსურეთიდან დევნილი. არ ვიცი სად მიდის, თუშეთში სად მიდის არ ვიცით. თუშეთში. არ საწერია, არ წერია პოემაში. ნასახლარი არსებობს და მაგის აი სხვა საქმეა ეს რეალური ისტორიული პიროვნებაა რეალური ისტორიული პიროვნება და მის ნასახლარი არსებობს მე პოემიდან გამოდიოდი მარტო მეტი კი ბატონო იქ არის ესეთი შემთხვევა როდესაც მის დედა საყდურს ამბობს ხალხის წინაშე და ისეუბნება ხატს არაწყინოთ ღმერთს ნუსწყენთ ანუ მაინც პატიობს თავის ხალხს, თავის ერს ჯოყოლასგან განსხვავებით, მე ასე მგონია და უფრო ამაღლებული ალუდა ქეთელაური ჯოყოლაზე რატომღაც ერთი ნაბიჯით წინ მგონია მაინც. შეიძლება, თუმცა ალუდა ქეთელაურის რადიკალურად გამოყოფს თავის თავს თემისგან ტერს მოკლავ კიდევ არ მოუჭრი მარჯვენას მაგათ ჯინაზე, მაგათ ჯაბრითა თუ რაღაც აი სიტყვას ამას არ მახსოვს. ანუ ჯაბრში არის ჩამდგარი თავის თემთან, რომ აი სპეციალურად ისე პროვოკაციულად არ მოუჭრი ზუსტად მაგათ ჯაბრზე. და მე ფაქტობრივად კურაცაც რო კლავს თავს რო გააგდებინებს, ამაზე ჯიბრით აკეთებს, რომ ძვენს ან უშემი ვსუბუქებ და ალა აი ანუ
ბატონო? საფიქრებლად შეიძლება ამას მეტი დროც ქონდა ის რაღაც დროის შემდეგ წავიდა და უკვე შეიძლება ესა. თვითონ ვაჟასაც ქონდა ეს მომენტი, რომ აი ვერ იტანდა სიყალბეს. აი ვერ იტანდა, რომ სიტყვა ერთი ერქვა და რეალობა სხვა იყო. აი მაგალითად სოფლის მასწავლებელი რო იყო ახალგაზრდობაში, მის სოფლის სკოლაში ჰქონდა თავისი ეზო და ბავშვები იქ თამაშობდნენ. და მღვდელმა გვერდით ეკლესიიდან მღვდელმა თავისი ეზო გააფართოვა ბავშვების ეზოს ხარჯზე. ვაჟამ ადგა და დაუნგრია ეს ღობე. და ისევ აღადგინა ის ძველი სტატუს კო, რომ ბავშვებს ეთამაშათ. მერე ეს მღვდელი წავიდა თბილისში გუბერნატორისგან ვიღაცა მოგრთამა იქ ფულიმისა რაღაცა შეადგინა ქაღალდები და ისევ ბავშვებს წაართვა ეს მოედანი. ვაჟამ ვეღარ მოითმინა და ეს მღვდელი გალახა. იმიტომ რომ თუ ქრისტიანი ხარ, პირველ რიგში შენ უნდა უფრთხილდებოდე, რომ ბავშვებს არ წაართვა არაფერი და მათზე იზრუნდა. შენთან თუ გველეშაპათი ქეცი და პატარა ბავშვებს ამას ართო, რაღა ქრისტიანი ხარ, ჯვარი კი გეთია, მაგრამ თვითონ ჯვარცმულს უარყოფ. ამიტომ ვერ იტანდა ეს რაღაცეებს. ერთხელ ვაჟას ეპატაჟური საქციელები ხანდახან ძალიან სკანდალური არის. მაგალითად, ერთხელ ეს რაღაც გააკეთა. შამილის დამარცხების თის აჯანყების დამარცხების აღსანიშნავად სადღესასწაულოდ ამის იუბილეს რუსეთის მთავრობამ ააშენა ეკლესია. იმ სოფელში სადაც იყო ვაჟა. და ვაჟამ ამ ეკლესიის თეთრ კედელზე გააკეთა სამიზნე და სროლაში ვარჯიში დაიწყო. მაგრამ რისი გამოხატვა უნდა რომ როგორ შეიძლება ქრისტეს უხაროდეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ჩაწიხლა და თქვენა ზეიმობთ თავისუფლებისთვის ბრძოლის ჩაწიხლას და ამას აწერთ ქრისტეს. და ესე იგი არის ფარისევლობის მწვერვალი. ქრისტე რომელიც თავისუფლებისთვის მოვიდა ადამიანის, იმის გამოაცხადა თქვენ თავისუფლების ტრად და დადგით მისი ძეგლი როგორც თავისუფლების ტრის. აი მე ასეთ ძეგლზე სამიზნესაც გავაკეთებ, სოფის სროლაში ვივარჯიშებ. ნახე, ვაჟა ამას კი არ აკეთებს როგორც არაქრისტიანი, პირიქით როგორც ღრმად მოგწმული ქრისტიანი, რომ შენ ქრისტეს აფარისევლებ. რაც ის ხედავდა რომ სიტყვით ერთია, ფორმით ერთია, მაგრამ არსი მისი ღალატობს იმას, რასაც იქ სიტყვით გამოხატავს. ეს ეპატაჟური რაღაცა ქცევები ვაჟას ჰქონდა, რომ აი სინდისი წინ დააყენე, უფრო წინ დააყენე, ვიდრე ნებისმიერი რამე. სინდისი არის ის ადგილი, ლოკუს, ის ლოკალობა, სადაც შენ ეხები ღმერთს. და აი ამ ლოკალობას შენ თუ უარყოფ, მე შეიძლება ღმერთის სახელით სხვა რაღაცები გაგიკეთონ. ასე ამდაგვარი მომენტები ქონდა ვაჟას. პროვოკაციული ავტორი იყო ძალიან ვაჟა. თვითონ ცხოვრებითაც პროვოკაციული იყო და ნაწარმოებითაც პროვოკაციული იყო. მოგესალმებით, მარია მუძილაური. გამომდინარე იქიდან რომ მეც ფშაველი ვარ, ვიცი რა ტრადიციებია ფშავში და არა მარტო ფშავში მთის ხალხში. არა მარტო 2-3 მეტრით როგორც წეღანი თქვა, არამედ ახლოს მისვლაც კი ეკრძალებათ ხოლმე ამ სალოცავებში ქალებს, როგორც აღინიშნა კოპალა, ლაშარი იქნება ეს თუ სხვა და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ შეიძლება რომ ეს იყო გამოთქმული ვაჟას შემოქმედებაში სწორედ ეს თანაფარდობა, თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის აქედან დაწყებული სხვა ყველა პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა კუთხით. წეღანი იყო კიდევ კითხვა არწივზე, ჩვენთან ესეთი თქმულება არსებობს, ბახტრიონის გვერდზე არის სოფელი მატანი და იქ რაღაც უთანხმოება მოვიდა ვაჟას რამდენიმე ადამიანთან და გაილახა და სწორედ ამის შემდეგ დაიწერა ეს არწივი და საქართველოს არამედ თავი იგულისხმებაო ეს რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ არსებობს ესეთი თქმულება. რაც შეეხება ჩემს კითხვას, ანუ როგორც აღნიშნეთ თქვენც, მეც ვფიქრობ, რომ არა მარტო მთის კაცი, არამედ მსოფლიო ადამიანია ვაჟა, მაგრამ რატომღაც სკოლაში დოგმასავით ისწავლება ხოლმე, რომ არწივშიც საქართველო იყო, ლურხუმით საქართველოა და ასე შემდეგ, და ვაჟას აქვს ესეთი პუბლიცისტური წერილი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, სადაც ის ამბობს, რომ არა მარტო არ გამორიცხავს ერთი მეორის, არამედ ერთი მეორის გარეშე არსებობს და არც შეიძლება. თქვენი აზრი მაინტერესებს, ვაჟას შემოქმედების არსი უფრო კოსმოპოლიტურია, პატრიოტული მოტივებით თუ პირიქით? ფორმულირება არ მომწონს, აი ვაჟას კოსმოპოლიტური პატრიოტული მოტივებით, რაც კლიშესავით ისმის ეს რაღაცა. აი რომ კლიშებს რომ თავი დავანებოთ, რომ ამ კლიშებს კოსმოპოლიტური პატრიოტული მოტივებით რა არის მთავარი ვაჟასთან? მე ვფიქრობ პიროვნული განზომილება. ის განზომილება, სადაც ახლა რო თქვი, ის ლოკალობა, რითიც შენი სული, შენი არსება ეხება რაღაც ღვთიურს და ჭეშმარიტს, აი ეს არ დაიყვანება ეროვნებაზე ვაჟასთან. ამიტომ ვაჟასთან ესეთი პიროვნებები არიან, როგორც ქართველები, ისე ისე ქისტები, ანუ ეს არის უნივერსალი არის. პიროვნების ჩამოყალიბება ხდება უნივერსალიის შუქზე. მაგრამ ამავე დროს ვაჟასთან არის აი ზუსტად აი ხედვიდან ისიც არის, რომ შენ უნივერსალიას რაც კონკრეტულ სიტუაციაში ეხები, კონკრეტულ კულტურაში ეხები. შენ თუ
სიყვარული გაიგე რა არის, არ შეიძლება კონკრეტული არ შეიყვარო. იმიტომ აბსტრაქცია თუ შეიყვარის, აბსტრაქციის სიყვარული თავისთავად აბსტრაქცია არის. ამიტომ ის რაღაცნაირად ახამებს უნივერსალიზმს პატრიოტულთან. და ამას რომ კოსმოპოლიტიზმი გონების საქმეა და გონებას კი არ უარყოფს ვაჟა. გონება არის ის რითიც შენ აკონტროლებ გრძნობას. რო არ აკონტროლებდე გრძნობას გონებით, მიიღებ შოვინიზმს. მაგრამ გრძნობაც მნიშვნელოვანია. და ის ამას რომ შენ თუ გრძნობა უარყავი, პატრიოტული გრძნობა, შენ ეფიცები კაცობრიობას სიყვარულს, მაგრამ სინამდვილეში ატყუებ კაცობრიობას და მტერი ხარ კაცობრიობის ფარული. შენ იმიტომ გიყვარს კაცობრიობა, შენი გიყვარს პირველ რიგში, ხო? აი აკაკი როგორც გამოხატა, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. სახატესაც პატივცემ, სახატე შენი რო განსაკუთრებით გიყვარს, ეს ბუნებრივი არის და სწორია. ამიტომ ვფიქრობ, ვაჟასთან აი პიროვნების ჩამოყალიბების იმპერატივი ზოგადკაცობრიული და ზე ეროვნული არის, მაგრამ ამავე დროს ის ეროვნულობაშიც ხედავს დიდ ფასეულობას, იმიტომ რომ ის ზოგადკაცობრიული პირველ რიგში იხატება შენ კონკრეტულ სიტუაციაში. აი მერაბ მამარდაშვილმა თქვა ეგეთ სიტყვები, რომ პატრიოტიზმი დიდი ფასეულობა არისო, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი ფასეულობა და უფრო ფუნდამენტური ფასეულობაა. იმას კი არ არის პატრიოტიზმის გადასაგდები ფასეულობა, დიდი ფასეულობაა, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი ფასეულობაა. ამიტომ ის თუ წდები ჭეშმარიტება, შენ მიდიხარ იმ სივრცეში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ერთმანეთის ესმით. აი ის უნივერსალია წდები რაღაცას. ჩამოვედით სპეციალურად, რომ მოგვეცმინა კიდევ თქვენთვის ასეთ ლექცია, იმიტომ რომ წინა ლექციით ძალიან კმაყოფილებით დარჩნენ ბავშვები და ახლაც ჩამოვიყვანე უშუალოდ თქვენთან შესახვედრად. მადლობა დღევანდელი ლექციისთვის და ორიოდე ფრაზით ვიტყვი იმას, რომ დედოფლის წყაროში ეწეღან თქვენ თქვით ეკლესიასთან დაკავშირებული ამბავი, როგორ მოიქცა ვაჟა. მე მინდა ჩვენი ახალგაზრდების გასაქონად თქვა, რომ დედოფლის წყაროს რაიონში ზემოქედი, ქვემოქედი და არხილოს კალო სამი სოფელი ვაჟა-ფშაველამ ჩამოასახლა მთიდან. ანუ ეს იყო იმიტომ, რომ 900-იან წლებში ჩვენი რაიონი იმ დროს წითელი წყარო ერქვა და რუსებს ასახლებდნენ. და ასიოდი რუსული ოჯახი წითელ წყაროში ცხოვრობდა. სამხედრო ნაწილიც იყო მე რაღაც და ფაქტიურად ვაჟა-ფშაველამ აი პრინციპულად რუსეთის წინააღმდეგ ამ თვალსაზრისით მთიდან თითქმის ცეცხლითა და მახვილით, იმიტომ რომ არ უნდოდა ჩამოსვლა, ჩამოასახლა ხალხი ზემოქედში, ქვემოქედში და არხილოს კალოში. ეს ფაქტი მინდა რომ ამ ბავშვებმა იცოდნენ და იმიტომ თქვი ახლა და კიდევ ძალიან საინტერესოა ერთი ფრაზა, რომელიც მინდა რომ ისევ ამ ბავშვების მოსასმენად თქვა, რა სიკვდილის და სიცოცხლის თემა ვაჟას შემოქმედებაში. და არის ასეთი სავიქტორინო კითხვა, როდის არის 100,000-ზე მეტი? ანუ 1 მეტია 100,000-ზე. და ეს არის კი ხმელწიფელში 1000 ცოცხალსა ბევრჯერა 100 ჯერ ჯობს 1 მკვდარია. და აი ეს მინდოდა მეთქვა. მადლობა დღევანდელი დღისთვის, კმაყოფილებით წავალთ აქედან. აი ერთი მომენტი იყო კიდე აი ერთი რუსმა ეგზარხოსმა გაგზავნა ექსპედიცია ქართულ მთაში. და ამ ექსპედიციამ თქვა, რომ ეს ქართული მთიელები არიან წარმართები და მოკლედ ეს აქ უნდა გაუგზავნოთ ჩვენ ქრისტიანული მისიები და გავაქრისტიანოთ ეს ხალხი. და ვაჟომ დაწერა ცეცხლოვანი სტატია, რომ რას ლაპარაკობთ, რა წარმართები, რა ქვია მათ ხატებს, მარიამ ღვთისმშობლის სახელი, წმინდა გიორგის სახელი, როგორ შეიძლება ეს წარმართები იყვნენ? ვაჟი ხედავდა, რომ ამათ უნდათ ქრისტიანობის სახელი ასიმილაცია ამ ხალხის, გარუსება. და თუ ძალადობით გარუსებასთან რა კავშირი აქვს ქრისტეს? და მას ის კი არ აინტერესებს შენი კულტურა რა არის, შენ რატო გაქვს ეს სიწმინდეები, ეს თამარ მეფის დროინდელი ჯვრები, ხატები, ეს არ აინტერესებს იმას. ის იტყვის, რომ აი ეს სხვას კლავს და ესე იგი წარმართია და აქ უნდა შემოვიტყვანოთ ახლა რუსი მისია. რაღაცა მართლმადიდებლური და გავა ქრისტიანოთ ეს ხალხი. ანუ მისი ბაგაჟი, ასე ვთქვათ, მისი ტრადიცია საერთოდ არ მაინტერესებს. ის მინდა ჩემი იმპერიული რაღაც მიზნების მასალა იყოს. აი ვაჟი ამას ხედავდა ქრისტიანობის სახელით ესეთი არაჰუმანური რაღაცები ხდებოდა რუსეთის იმპერიაში. და ის არ შეხედავდა ქრისტიანობას, ეს არ შეიძლება. შენ უნდა გაითვალისწინო ადამიანს, მანამდეც უნდა სცე პატივი, სანამ ის გაიგებ რა რჯულის არის და რას შენ მის პიროვნულ ღირსებას ყოველთვის პატივს უნდა სცემდე. გაიგო რა ისა აქვს, რა ფონი აქვს, რა გამოცდილება აქვს, რა უხინს, რა უჭირს, რას მიიჩნევს ის აბსოლუტურ ღირებულებად, რას რელატიურ ღირებულებად, დელიკატური იყოს სხვის მიმართ. ისევე როგორც დელიკატურია ჯოყოლა მაგალითად ზვიადაურის მიმართ. იცის რომ ხევსურია და უნება მობრძანდი როგორც ძმა ძმასთან, ნათლი მამასთან ნათლია. თავის სახში ეპატიჟება. ეხლა მუსულმანებს არ ყავთ ნათლი მამა და ნათლია, მაგრამ ფიქრობს ეხლა როგორ მოვაწონო თავი და როგორ უთხრა რომ კარგად მოდი ჩემთან და ტკბილად. აი როგორც მის კულტურაში ნათლი მამა მიდის ნათლიასთან, ისევე ვთქვი რომ ჩემთან მოვიდეს. ითვალისწინეთ მისი კულტურის კატეგორიებს.
და რუსეთში კი ეს რუსულ იმპერიას ეს არ უნდოდა. არ ითვალისწინებდა შენს კატეგორიას, გახხოვდა თავს რაღაცას და ამას აკეთებდნენ ქრისტიანობის სახელით. და ვაჟა ხედავდა ამას. მოგესალმებით, ზურა გოგოშვილი. ესა თქვენ წეგან თქვით, რომ ქალს არ შეიძლება ის თქვენ თვლით, რომ ქალის მიახლება საწმინდა ადგილებში, ანუ რაღაც ჩვეულება არის უბრალოდ. და არსებობენ ქალები, რომ ქალის მიახლება წმინდა ადგილებში არის ჩვეულება? კი, თქვენ თქვით, ჩვეულება კი არა, რაღაც ტრადიცია. და არიან ქალები, რომლებიც თელ ცხოვრებას წირავენ ღმერთს და არიან დედაოები, მაგრამ ისინი მაინც არ შედიან არც საკურთხეველში და არც ეს ადგილებში. ანუ ეს იმდენად წმინდა არის მათთვის, რომ არ შეიძლება ეს და არა უბრალოდ ზიარებაზე წმინდა არაფერი არაა, ქალებიც ეზიარებიან. კი, მაგრამ ის არის ისეთი ადგილი, სადაც ხავიდა. ნუ ეს ტრადიცია არის. მაგალითად ტრადიცია არის, რომ დაუშვათ ტრადიცია არის, რომ დაუშვათ ქალი დიაკონები არ არიან ეხლა, მაგრამ ქალი დიაკონისები მე-4 საუკუნემდე იყვნენ. მე რაღაცა მოხდა, რომ რაც შეცვალეს ეს ტრადიცია, იმიტომ რომ რაღაცა კონტექსტი იყო, სიტუაცია იყო ისეთი, რომ ჩათვალეს, მოდი ეხლა ქალი დიაკონები არ ყავდეს ეს დამკისდა მე. თორე დასაწყისში ადრეულ ეკლესიაში ქალი დიაკონებიც იყვნენ დაუშვათ. მე მაგალითად ირლანდიის მართლმადიდებლურ მონასტერებში მე-5 საუკუნეში, მე-6 საუკუნეში თუ ქალი იყო ქარიზმატული და უფრო მაღალ სულიერებაზე ვიდრე კაცი, ქალი იყო კაცების მონასტრების იღუმენიაც და კაცების მონასტერს მართავდა ქალი. ესეც იყო ეს მართლმადიდებლურ ტრადიციაში ირლანდიაში, არა? ის შენი ტრადიცია ეგეც, იმ თუ ქრისტიანი ხარ და მართლმადიდებელი. ანუ ეს რაღაც არის არაარსებითი, რომელიც ტრადიციის სახით ჩამოყალიბდება. რაღაც არის არსებითი. და აი ამის გამიჯნა საჭირო. მე კი არ ვამბობ რომ ტრადიციები ყველაფერი უნდა შეცვალო, იმიტომ არსებითი არა. შეიძლება ჩათვალო რომ ეს ტრადიცია შესანახია, მაგრამ არსებითი არ არის და ამას გარკვეული თავისი აზრი აქვს. მაგრამ არსებითად რომ კაც და ქალი ქრისტიანობაში თანასწორია, ეს ხადია. ქრისტიანობაში კი საერთოდ კაცი არის უფრო უპირატესი ვიდრე ქალი. ყოველთვის უპირატესი. კი, რაღაცაში კი, მაგრამ არსებითად ზნეობაში არა. იმიტომ ქრისტიანობაში ყველაზე დიდი წმინდანი ქალი არის, ხო? ქრისტიანობაში ყველაზე წმინდანი ხო ქალია? ღვთისმშობელი ხო ქალი არა? და ერთი. უკვირს ორნერჩელი, უკვირს როგორც აქებს და უკვირს როგორც ამბობს რომ რაც უდრავენ შვება. მე ვფიქრობ უკვირს როგორც აქებს. მე ვფიქრობ რომ შეიძლება ეს თქვენი ინტერესია, ეს ჩემი ინტერესია. ამიტომ ეს საკამათო საკითხია. მართლაც რას ფიქრობს ვაჟა? მე არ ვამბობ რომ მე ვარ სწორი. მე ასე დავინახე. მე ვფიქრობ ეს ასე დავინახე, იმიტომ რომ ვაჟას პუბლიცისტიკასაც ვიცი ამ საკითხებზე, ხო? შეიძლება ამიტომ ვფიქრობ რომ ვაჟა ამაში გამოხატავს, რომ ქალის ფუნქციონალურად შეუულია კაცის სამოქალაქო ფუნქციებიც ითვირთოს. და ეხლა ეგრე არ უყურებთ. პარლამენტარი ქალები ყავს დაუშვათ. მაშინ შეიძლება ეს წარმოუდგენელიც იყო, მე-19 საუკუნეში მთაში რომ გეთქვა რომ ქალი პარლამენტში დაждდება და თავის იდეებს იტყვის როგორ მოაწყოს ქვეყანა, ეგ იგივე იქნება გეთქვა რომ დაიქცა ქვეყანა საერთოდ და აირია მონასტერი, მაგრამ დღეს ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია. აი ვაჟშოლასნაირი ხალხის გამო არის რომ დღეს ეს ჩვენთან ჩვეულებრივი ამბავია და ქალი პოლიტიკოსია, შეიძლება ქალი პრეზიდენტიც იყოს ერთ 10 წელიწადში რა იცი. ტრადიცია ხანდახან არის ტრადიცია, რომელიც არ გამოხატავს სარწმუნოების არსებით ხარეს. მაგალითად იგივე მცხეთის მაგალითად რო ავიღოთ, ხო? თავრებმა თქვეს რომ ჩვენ ცალკე მოვინათლებით, ღარიბები ცალკე მოვინათლოთ. შეიძლება ერთი 100 წელიწადი ეგეთი ტრადიცია იყო. მე შეცვალეს ეს ტრადიცია, თქვენ რომ იცი რა, ღარიბები და ცალკე ინათლებიან, დიდრები ცალკე, ეს არ გამოხატავს ქრისტიანობის არსს, იმიტომ რომ ქრისტე ღარიბებისთვის ისევე ეცვა ჯვარს, როგორც დიდრებისთვის. ამიტომ მოდი ეს შევცვალოთ ეს ტრადიცია. ასე შეიძლება თაში შეცვალოს ტრადიცია და ბარში რა ტრადიციასა ის ტრადიცია გადაიტანო თაში, ამით ცუდი არაფერი არ მოხდება. ცხვრის დაკვლის ტრადიცია რო გააუქმო, პრობლემა არ იქნება. კაი იქნება რომ ცხვრის დაკვლის ტრადიცია თაში გააუქმო, ეს უნდა მოხდეს განმანათლებლობით, ევანგელიზაციით ის ხალხის და უთხრა რომ ცხვრის დაკლა იყო ძველი აღთქმის ტრადიცია, სადაც წინასახე იყო ქრისტეს სხერფლის და ახან ქრისტეს სხერფლი მოხდა უკვე, აი პავლე მოციქული წერს რომ ეს აღარაა საჭირო ცხვრის დაკლა და შეიძლება ნელა ეს მოხდეს. მე არ ვამბობ რადიკალურად უთხრა რომ აი შენ რატო კლავ ცხარ, შეიძლება ის ტრადიცია რაღაც მომენტში შეიწყნა რომ, მაგრამ ამავე დროს უნდა ხდებოდეს სულ განმანათლებლობა თქვა რომ აი ბარში არ ვკლავთ ცხარს და ამით ნაკლები ქრისტიანები არა ვართ. ხო? ამასო. მაინტერესებს თქვენი შეფასება, რა დონეზეა დღეს რეალურად საქართველოში ვაჟა-ფშაველა და შემოქმედება შესწავლილი და ზოგადად რა უშლის ხელს მის პოპულარიზაციას თუნდაც საზღვარგარეთ. რატომ არ გადის ისეთივე თუნდაც ტირაჟით, ან რატომ ვერ იგებენ საზღვარგარეთში იმ ღირებულებებს, იმ ჰუმანიზმს, რაც ვაჟას შემოქმედებას ახასიათებს. მე ვფიქრობ ფლათასე არ არის და გააჩნია რას ვიგულისხმებთ საზღვარგარეთში. რუსეთში ვაჟშოლა საკმაოდ პოპულარული არის. აი საბჭოთა კავშირის დროს რუს დისიდენტებთან
იყო სავალდებულო ლიტერატურა საკითხავი, ანუ დისიდენტური ლიტერატურა, რომელიც რეჟიმს უპირისპირდებოდნენ და კომუნისტურ რეჟიმს უპირისპირდებოდნენ და პიროვნების ღირსებაზე ლაპარაკობდნენ, პიროვნების უფლებებზე, მისი ღირსების ხელშეუხებლობაზე, სინდისის თავისუფლებაზე. ასეთი ადამიანებისთვის, დისიდენტებისთვის, ალულა ქეთელაური იყო აუცილებელი წასაკითხი. და რუსული საკმაოდ კაი თარგმანები არის. გადასარავი თარგმანი აქვს მანდელშტამს გოგოთურ და აფშინასი. გადასარავი პოემა, ნაკლებად ვაფასებთ გოგოთურ აფშინას, მაგრამ ულამაზესი პოემა არის. ეხლა თარგმნა ძნელია, რუსებს კაი თარგმანები აქვს, არ გერმანულად არის ვაჟშეულად თარგმნილი. რამდენად კაი თარგმანი არის, არ ვიცი, იმიტომ რომ გერმანული ისე კარგად არ ვიცი, მე საყოველთაოდ ვიცი მარტო რომ წავიკითხო ის პოემა, არ შემილია და შევაფასო. ინგლისურად მოთხრობებია თარგმნილი, პოემები არ ვიცი თარგმნილია თუ არა. პოპულარიზაცია ჭირდება. სამწუხაროდ ჩვენ არ ვაკეთებთ ამ პოპულარიზაციას. დისიდენტები რა ღირებულებას ხედავთ? დისიდენტები ხედავენ ასე, რომ კომუნისტური პარტია გვაიძულებს ჩვენ, რომ დაუშვათ ხედავდეთ ჩვენი სინდისით კი არა, მათი იდეოლოგიური ჩარჩოებით. აი, ალდო ქეთელაური გვასწავლის, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ სინდის მივდიოთ და ალდო ქეთელაური არის ჩვენი მედროში. ანუ ახლა ძალიან ასე ესმოდათ, როგორც ამ უნივერსალური ჭეშმარიტების და სინდისის ემანსიპაციის, გათავისუფლების თვალსაზრისით ესმოდათ ვაჟშელა. ანუ ცუდად არ ესმოდათ, ზუსტად სწორედ ესმოდათ. ფიქრობ და ამიტომაც შეიყვანეს ვაჟშელა ერთ-ერთ საკითხავად. რა ვთქვა ახლა სხვა ქვეყნებში სათარგმნი არის, ჩვენ შრომაა ჩასატარებელი. მოთხრობები არის ინგლისურად თარგმნილი. არიან დაუშვათ მეუნე ამასინათ ხო არიცი ვაჟშელას პოემები ინგლისურად აქვს. მე ვთქვი ვიპო გავიგებ მეთქი და ვნახავთ. არ ვიცი რამდენად ინგლისურად არის პოემები თარგმნილი, ძნელია თარგმნა, არა, კარი ხარისხით რო თარგმნო. ალბათ გასაკეთებელია ეს საქმე. საქართველოში რამდენად შესწავლით? საქართველოში სკოლის პროგრამაშია შეყვანილი და თითქოს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ თავარია როგორ კითხულობ და რამდენად ეს ხდება ჩვენი მართლა ჩამომყალიბებელი ისეთი პიროვნების როგორც ვაჟშელა უყურებდა. ყოფილა როცა გამოცხადებულა ვაჟას წლა და ყოველ შემთხვევაში აი ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ეს ლიტერატურა ძალიან ცნობილი იყო ვაჟას შემოქმედება, როგორც ახლა ბატონმა ლევანმა თქვა და ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ინგლისურად აქ შესანიშნავი არ ვიცი მე, მაგრამ როგორც მეუბნებიან და ამბობენ და ეს არის დონალდ რეიფილდის თარგმანები არსებობს ინგლისურ ენაზე რამდენიმე პოემა. დონალდ რეიფილდის წიგნი მაქვს ნანახი ქართული ლიტერატურის განსარავი წიგნი აქვს დაწერილი, მაგრამ არ ვიცოდი რომ მას ვაჟის ნათარგმნი გასაგები ძალიან კაი თუ ესე არის. თარგმანი და ასევე სხვა. ძალიან კაი ანალიზი აქვს მას ვაჟშელას პოეზიის და შემოქმედების აი თავის წიგნში ქართული ლიტერატურაზე. და როგორც ვიცი, ასევე გერმანიაშიც ესე იგი ქართველოლოგები, ვინც იყო და გერტრუდა პეჩი იყო და მერე სხვები მათაც ასე რომ თლად ისეც არ არის რომ საერთოდ არ იცნობენ. აქ არის ერთი მომენტი, ახლა თარგმანი მაინც ახლა ანარეკლია ხოლმე და ძალიან ღრმად უნდა იცოდე ამავე დროს ქართული და ძნელი ხდება იმ ყველაფრის გადატანა ჩვენ ვაჟაზე ვლაპარაკობ როგორც პირველ რიგში დიდ მოაზროვნეზე, მოაზროვნ მწერალზე. ამიტომ ხშირად ეს შეიძლება იკარგებოდეს თარგმანში და შეიძლება რაიმე აქცენტი კეთდებოდეს ამ თქვათ ეგზოტიკაზე, სხვა ქვეყანა და რაღაც ასე და ასე შემდეგ. მე მინდა თქვა რომ მე მიკითხავდა ლექციებს არაჩვეულებრივი პროფესორი მიშა კვესელავა და მან გითხრა მაშინ რომ სამწუხაროდ აი ეს ბოლომდე წაღან დასვეს კითხვა რამდენად არის შესწავლილი ვაჟა-ფშაველაო და ალბათ უნდა ითქვას რომ ეს საბჭოთა ტრადიცია და მაშინდელი მეცნიერები არის შესწავლილი, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ და უფრო ისეთი შინაარსიან და ისეთ კვლევას გულისხმობს და მაშინ გითხრა ბატონმა მიშამ რომ კიდევ კარგი რომ თქვათ კიდევ კარგი თქვენთვის თქვენ ზარმაცებო ასე გეუბნებოდა რომ ეს რომ ასე ყოფილიყო თარგმნილი რომ იწოდებული ისე დონეზე როგორც ეს შეიძლება მოხერხებულიყო მაშინ ზოგლიოს კიდე ერთი დიდი გენიოსი და თქვენს გეყოლებოდათ გეკრებოდა შესასწავლი აი ას რაც ვიცოდი ამის თაობაზე ორი სიტყვით გინდა მეთქვა მადლობა ამას წინათ მოვისმინე ლევან ბერძენიშვილის ლექცია ვაჟა-ფშაველაზე ალბათ თქვენს მოსმენილი გაქვთ არა შეიძლება კი შეიძლება ну, მოკლედ ესეთი აზრი იყო, შეიძლება ზუსტი ციტირება ვერ გავაკეთო, მაგრამ დაახლოებით ესეთი აზრი იყო, შედარება იყო საინტერესო სახარებასთან. ქრისტე ამბობს, რომ გიყვარდეს მტერი შენი და ვაჟა ამბობს, რომ მტერი არ არსებობს. აი დაახლოებით ესეთი აზრი იყო. და მაინტერესებს თქვენ თქვა არიზიარებთ, როგორც მივხვდი, უფრო ქრისტიანული რაკურსით ალუდა ქეთელაურის მაგალითზე იყო ამ შემთხვევაში ლაპარაკი.
ცოტა არ მესმის ეს აი ფრაზებისაც დაჯახება ცოტა არ მესმის უნდა გავიგო ბატონ ლევანსონმა ვკითხო რა იგულისხმება ზუსტად ეს მეგონი ქრისტიანობის ტრადიციაშიც არის და არის ასეთი განმარტებებიც არის სახარების რომ დავუშვათ თვითონ ადამიანი არ შეიძლება გძულდეს იმიტომ რომ ის შენი მტერი არ შეიძლება იყოს თვითონ ადამიანი არის ყოველთვის თუ ის შენ წინააღმდეგ ცუდს აკეთებს თუ ადამიანი შენ წინააღმდეგ ცოდავს რატო შეიძლება შეიძლება ადამიანი შენ წინააღმდეგ ცოდავს მაგრამ ცოდველი ადამიანი არის მე ხავ ამბობ სტანდარტულ განმარტებას მაგრამ იონე ოქროპირის განმარტებას ხო სტანდარტული განმარტება ასეთია ცოდვილი ადამიანი თვითონ არის მსხვერპლი იმიტომ თვითონ იმიტომ გიკეთებს სულს რომ თვითონ რაღაცა ვნების მსხვერპლი გახდა ამიტომ შენ ეს ადამიანი როგორც მსხვერპლი უნდა გებრალებოდეს და მასზე არ უნდა იძიო შური ეს იგივე იქნება როგორც აი ძაღლს რო ქვა ესროლო და ძაღლმა ქვას დაუწყოს კბენა დაუშვათ შენ იგივე ეს ადამიანი გესროლა მისმა ცოდვებმა და შენ ამ ადამიანს თუ შურს იძიებ და შეიძულებ იგივე რომ ნასროლ ქვას კბენ ფაქტიურად და რაღაც ამიტომ შენ უნდა გებრალებოდეს როგორც მსხვერპლი ამ ბოროტების იმ ვნებების რასაც დაემორჩილა ამიტომ იძალა და შენზე ამიტომ მოგატყუა ამიტომ წაგართვა და ეს მსხვერპლია და გამოდის შენ ახან მასში ეს მსხვერპლი ახანა და თავის თავში მან დაჩაგრა ღვთისხატება ამიტომ შენის ღვთისხატება გიყვარს და გებრალება და ესეთი განმარტება სტანდარტული განმარტება ამიტომ ამ ხრივ შეიძლება თქვა იონე ოქროპირის ამბობს მის განმარტებაში რომ მტერი როგორც ასეთი არ არსებობს და მტერი მარტო ცოდვაა და არა ადამიანი მაგრამ სტანდარტული განმარტება არ ვიცი როგორ რატო უნდა დაუპირისპირო ვაჟა სახარებას მე ვერ ხედავ კარგად მაგრამ შეიძლება რაღაც სხვა აზრი აქვს ბატონ ლევანს და მე უნდა გავიგო ეს ხო